მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე. ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ისტორიკოსი ქალბატონი ნინო თომაძე. ქალბატონი ნინო, გამარჯობა, დიდი მადლობა ჩვენთან ერთად ხართ. ესე იგი, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ყველას გილოცავთ, ჩვენ ულოცავთ ჩვენს მაყურებლებსაც და ასევე პატრიარქის გამორჩევას დღეს როცა ჩვენ ამ გადაცემას ვწერთ, მიმდინარეობს სრულდება პრაქტიკულად ინტრონიზაციის პროცესი მცხეთაში, სვეტიცხოველში. ამ დღესაც გილოცავთ და ესე იგი ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ, მაგრამ ალბათ პირველ რიგში ვიდრე ამ ისტორიულ, ასე ვთქვათ, წიაღსვლებში წავიდოდეთ იმისა თუ რა არის პატრიარქობა, ასე ვთქვათ, საიდან იწყება ეს ყველაფერი, ალბათ კათოლიკოსობიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ მაინც ალბათ რა ვიცი, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, აი ამ გამორჩევასთან დაკავშირებით ალბათ გექნებათ რამის სურვილი რომ გაგვიზიაროთ. არ ვიცი, სიმართლე რო გითხრათ, იმდენად ესეთი სიტუაცია არის ძალიან ხედავთ თქვენ როგორ პოლიტიზირებულია ეს ყველაფერი, ამიტომაც ამაზე მივეცდები რომ მაქსიმალურად ნაკლები ვილაპარაკო, უბრალოდ ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, რომ არსებობდა პატრიარქის ნება. მან გამოაცხადა მეუფეშიო თავის თანამოსაყდრედ და არავის ეჭვი არ ეპარებოდა და არც მე არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც იყო და ულოცავ მას ამ დიდ ძიმე ჯვარს, მინდა გითხრათ, ეს ძალიან ძიმე ჯვარია. ხედავთ რაც ხდება მსოფლიოში, როგორ დარტყმობენ ჩვენ ეროვნულ ფასეულობებზე, როგორ დარტყმობენ ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და ამ საშინელ პერიოდში ომები, გლობალური პრობლემები, კატაკლიზმები მართლა დიდი გამძლეობა მინდა უსურვო და დიდი ჯანმრთელობა, სულიერი, ფიზიკური და დიდი წარმატება ამ გზაზე და მე ღრმად მწამს რომ უწმინდესი ილია იყო ძალიან ჭკვიანი კაცი, უჭკვიანესი კაცი, ალბათ ერთ-ერთი უჭკვიანესი კაცი და ის არ გააკეთებდა არჩევანს, რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული ამ ადამიანში. ამიტომაც მინდა უსურვო დიდი წარმატება და ყველას, ვისაც გვიყვარს ჩვენი ეკლესია, პატივისცემ ჩვენს პატრიარქს და ზოგადად ამ ინსტიტუტს, ყველა მართლმადიდებელ ქართველს, ყველა პატრიოტ ქართველს ულოცავ და ღმერთმაინებს, რომ ეს ახალი ეტაპი დაიწყოს ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და გამტკიცების ეტაპი. კი ბატონო. მეც ვერთდები, რა თქმა უნდა, ულოცავ მის უწმინდესობას შიო მესამეს ამ გამორჩევას მართლაც ესე ვთქვათ, მძიმე ჯვარი და მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ეპოქა იწყება მათ შორის ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს რაღაცა გარდამავალი პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან, აი საბჭოთა პერიოდიდან შემდეგ უკვე დამოუკიდებლობაში, ახლა თითქოს ახალი ნაბიჯებია გადასადგმელი და ეს არანაკლებ სირთულის მატარებელი იქნება ჩემი აზრით. ხო და ისიც ღიად უნდა ვთქვათ, რომ კათოლიკოს პატრიარქი ყოველთვის ყველა ეპოქაში და არა მხოლოდ საქართველოში არ იყო მხოლოდ სულიერი ლიდერი, ის იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერი. თვითონ ახლა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ პატრიარქობის ისტორიაც, ესე ვთქვათ. ეს არის, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ქვეყნის ხაზს და ეხლაც რაც არის მნიშვნელოვანი, ეკლესიამ ისევე გამოავლინა და რაც სრულიად მოსალოდნელი იყო, სრულიად დამოუკიდებელი იყო გადაწყვეტილება და როგორც ამოსწამებაში არის ცხოვრებაში ჩვეულებრივი მამული სასულაი, ესე ვთქვათ, განაგრძო, რომელიც გამოხატავს თვალითაც და რიცადაც ეთყობა ახლა მის გარეშე რო ვთქვათ, ზედმეტი ახლა არგუმენტების გარეშე დასაკვირველი ერის დიდი ნაწილი ამას უჭერს ხას და ეს არის გამოხატულება, რომ მიდის ამ გზით, როგორც მიდის განურჩევლად იმისა, რა იქნება, რა მღელვარებები მოსდევს ამას გარშემო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ესეთი მაში ვართ, ღელვის მაში ვართ, ეს დაწყნარებული ზღვარ არის და როგორც ჩანს არც დაწყნარდება სულ ჩვენ, რადგან ქვეყანა სანამ დამოუკიდებელია, მუდმივად იქნება ამ პირობებში. ჩვენი მენტალიტეტი განსაზღვრავს, ახლა მე ძალიან დიდი ხანია, ბოლო 20 წელი უკვე ჩვეულებრივი ისტორია ამოვწურე და მენტალიტეტზე ვმუშაობ, ისტორიულ მენტალიტეტზე ვმუშაობ. ანალების სკოლა ალბათ გსმენიათ, ეს არის ფრანგული სკოლა. ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა, რომელიც ეს არის ისტორიის ისტორია, ანუ ჩვეულებრივ ისტორიაზე ბევრად უფრო მაღალმდგომი, რომელიც შეისწავლის სააზროვნო სისტემას. და ჩვენ მენტალიტეტი ისეთია, რომ დავით ახმები ბატონ ვასიკოს დიდი ხანი არ დაწყნარდება. ეს ჩვენ გენეტიკურადაც აგვაქვს, ეს მარტო პროცესების პოლიტიკური პროცესების სანამ დავიწყებდით ჩაწერას, რო თქვი რომ მუხას მოთხრის და საწაიღოს არის ის.
ხო ეს არის გურიაში ადამიანზეა გამოთქვამი გითხარი რომ ეს რო არ მუხას მოგლეჩო მაგრამ საცა იყოს არის ესე იგი მაგარი კი არის მაგრამ მე აი არ არის სხვათა შორის შემთხვევები რომ სპეცსამსახურები იგივე მაგალითად ხა უფრო შორს არ წავალ და რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები ყველაზე რთულ რეგიონად თulidan კავკასიას არ არის შემთხვევები ამბო მრავალეთნიკურობა მრავალი რელიგიურობა თვითონ ეს აი პატარა ტერიტორიაზე არსებული ეს უმამრავი ხალხი უმამრავი სხვადასხვა ეთნოსი უმამრავი სხვადასხვა კულტურა ეს ძალიან რთულია როცა მაგალითად შეგიძლია ყაზახეთში წახვიდე ან სადმე სტეპში წახვიდე ხა იმ დღეს ფილმს უყურებდი მონღოლეთზე 4 დღე და ღამე მიდიოდა ეს კაცი პოდკასტს უყურებდი რაღაცას და ერთ ქალაქში ხვდა მარტო ეს მარტივია უფრო ხო ერთს გეტყვით ძალიან დიდი სიმპათიით რომ მოგატყუოთ ხა მონღოლეთის მიმართ მაგდა ხალხი მონღოლეთში რო ვიყავით და მომწია და წავედით ძალიან საინტერესო ამბავია და სხვა შორის ჩვენ თან ხშირად არ არის ხოლმე სწორი წარმოდგენა მე თან დიდი ხდის ამბავს გეუბნებით უკვე მაგრამ ახლა მე სულ მაინტერესებს ხოლმე ხან ტელევიზორს უყურებ ეგრე მოკლედ წავედით და ულანბატორიდან ხო და ერთი მიდის ეს ძველი ავტობუსი იყო ეს 90-იანი წლების ბოლოს გეუბნებით ხო მე მგონი კავშირი იყო ჯერ კიდე ხო და მიდის ამ ავტობუსმა მოკლედ იარა ახლა სტეპის გზა რა წარმოიდგინეთ წვანე დღეც არ არის საერთოდ ჩვენ ვიყავით ხო და ერთი ვაგონი 120 კილომეტრი გავიარეთ და მოკლედ ეს ზღოლი ჩამოვიდა რაღაცა შეწუხებულია და რუსულიც იცოდა მე რო გითხრა რომ სადაც მოდიოდით იმ სოფელში და მსული არ არის ხა სოფელი აქო და არა და აქ უნდა იყოს რაღაცას უყურებდა რა ხო და მე კიდე იარა და წევსიდა ხა და მოვიდა და არა ვიცი გითხრა ეს სოფელიო ეხლაო ჩვენ სეზონი დავაგვიანეთ და ერთი კვირის წავითავ და აქედან არის ახლა 200 კილომეტრი ის მომთაბარები აული ხო მაგრამ აი მაშინ ინტერნეტი არ იყო ნამდვილად ბუნებაშიც არ არსებობდა მაგრამ ძალიან ეს ცხოვრების წესია ეს მომთაბარეობა საკუთარ ერთად ცხვართან ერთად თავი კარავია თუ ჩვენ რასაც ვეძახით თუ იოტა თუ თავისი სახელი აქვს იმას ძალიან მოწყობილი კომფორტულად სტუმარ მასპინძელი ჩვენ უყურეთ თვითონ ეს გველაპარაკდნენ აი კულტის ზონაზეა ეს საერთოდ მომთაბარე ხალხებშიც არის ესე და ძალიან ამაყობენ თავის ისტორიით ჩვენ ძალიან ამაყობენ ხო ნუ ჩინგისხანის შეიძლება რო ხარ უნდა მოусვინო და ჩვენ ასე ვთქვათ აღტაცებულები ჩვენ შეიძლება ვერ დავრჩეთ მაგრამ ეგრე ხა ჩვენ ვერც ერთი ჩვენი მეზობლისგან ვერ დავრჩებით აღტაცებულების რო გავიგეთ ისინი რასაც მეყვებიან თავის ისტორიაზე ჩვენ ორად იდებულად დაგვიწყო თუმცა ეხლა თქვენ ისტორიკოსი დადები და საქართველოს ისტორია ის იყო რომელსაც ჩვენ რო ძალიან ვამაყობთ იმ პერიოდებით იქ ჩვენი მეზობლები არ დარჩებიან აღტაცებულები კი ბატონო აი ეხლა მე მაგალითად ზუსტად სწორად ბზანეთ ეხლა დაუბეჭდე თესევო კულტურაში საერთაშორისო გრიფირებულ ჟურნალში სტატია ეხლა გავუშვი გამოიცემა ძალიან მალე ეს არის ცნობილი აზერბაიჯანელი ისტორიკოსი არის სარა აშურბელი რომელიც არ იყო დღემდე საერთოდ ცნობილი მე ვთარგმნე რუსული და მე რუსული ვიცი ძალიან კარგად ეს მშველის იმიტომ რომ პრობლემაა ლიტერატურის და აი მაგალითად სარა აშურბელი დავით აღმაშენებელს წარმოადგენს აბსოლუტურად ეს რომელი პერიოდის არის დავით შირვანის ისტორიკოსი არის ეს და აი მაგალითად ქალბატონი სარა რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან სარა აშურბელი არა თანამედროვე ისტორიკოსი რომელიც წერს დავით აღმაშენებლის ეპოქაზე მაგრამ ის აზერბაიჯანელი როგორც შირვანის იმიტომ შირვანი იყო აზერბაიჯანის ნაწილი და როგორც აზერბაიჯანის პატრიოტი წარმოადგენს შირვანს თავისი ხედვით ანუ მისთვის დავით აღმაშენებელი არის დამპყრობელი ის იმ კუთხით წერს აი საინტერესოა იცით აბა როგორ დაწერს ხო და მაგას ვიძახი რომ განმათავისუფლებელი იყოს არა განმათავისუფლებელი არის ჩვენთვის მაგრამ აი თქვენ რაც ბრძანეთ მე იმაზე გიყვარს ხო და ეგ არის თუ ისტორია ესე შეიქმნა ეს დედამიწა რომ ესე უყურებთ სამწუხაროდ ესეა მაგალითად ყველა ადამიანი ხართველიც ესე იტყოდა და შევხედოთ ამას ხუმრობი და უფრო სუბუქად რომ ჩვენ გავანთავისუფლეთ ეგრესე სადამდესაც ის მაკედონელიც ანთავისუფლებდა ინდოეთამდე განჯისკარით წამოვიდა და ასე შემდეგ არის კი ბატონო სამწუხაროდ არ გამოდის ხშირად ობიექტურობა რა თქმა უნდა ხო და ამას ახლა დაუბრუნდეთ ჩვენ თემას კი ბატონო რაშიც შეიძლება რომ მეტნაკლებად უფრო ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ობიექტურნი ვიყოთ ეს არის ის რომ ჩვენი თქვათ ეკლესიის ისტორია და
სახელმწიფოს ისტორია ერთმანეთთან არის უაღრესად გადაჯაჭვული, ეს ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. დღეს რო ესე ვთქვათ, ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღვნიშნოთ და ესეც რაღაც ესე ვთქვათ, მოკლედ სათანადოდ არის აღნიშნული ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, ესეც მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ჩვენ ამით ხაზს უსვამთ იმას, რომ ჩვენთვის ქრისტიანობა ეს არ არის მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რელიგიათის მე-4 საუკუნეში ცხადდება, ეს არ არის მე-4 საუკუნის მოვლენა და ეს არის მოციქულების მიერ ნაქადაგების სიმონ კანანელის და ანდრია პირველწოდებულის მატათასია და იქიდან მოდის ჩვენამდე, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ამ ჩვენს ტერიტორიაზე მოციქულებმა იქადაგეს და ეს სამოციქულო მემკვიდრეობა ჩვენში არის და ჩვენს ეკლესიასაც სამოციქულო სწორედ ამიტომ ეწოდება. შესაბამისად, აი მე უფრო იქიდან მინდა რომ დავიწყო, რომ პირველი, როდესაც ჩვენთან მთავარი იერარქები ჩდებიან მე-4 საუკუნეში, ისინი მაინც არიან, ასე ვთქვათ, ანტიოქიის ეკლესიასთან დაქვემდებარებულები და ვიდრე კათოლიკოსი, თუმცა კათოლიკოსი შემდეგ განაგრძობს ანტიოქიის ეკლესიასთან ურთიერთობას და ანტიოქიის ეკლესიისგან კურთხევას. ესე მოხდა, რომ ვახტანგ გორგასალმა ეს ჯუანშერს უწერია, თუმცა რა არის ახლა იცით? ჯუანშერს ივან ჯავახიშვილი ძალიან შეფასებას უკეთებს. ეხლა მე ვარ ჯავახიშვილის სკოლის წარმომადგენელი. მე უფრო მეტსაც გეტყვით, ახლა 326 წელი ითვლება საქართველოში წმინდა ნინოს მიერ ქართლის საქართველოს არსებობს ჯერ ქართლის ეკლესიის შექმნის პერიოდად, იმიტომ რომ პირველი ეკლესია ააშენა წმინდა ნინომ, ეს იყო სვეტიცხოველი, ეს იყო ხის ეკლესია, რომელიც მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ქვის ბაზილიკად გადააკეთა და მერე უკვე მე-11 საუკუნის დასაწყისში პირველმა კათოლიკოს პატრიარქმა ეს განსხვავებული რა კათოლიკოს სხვა რაღაცა პატრიარქი მერე ააშენა ძალიან დიდი კათედრალი. და ვახტანგმა ჯუანშერს თუ დაუჯერებთ ჩვენ, გაგზავნა კონსტანტინოპოლში თავისი სურვილი, რომ ჩამოიყვანა იქიდან პეტრე, პირველი კათოლიკოსი, ქართლის კათოლიკოსი, არა საქართველოს, არამედ ქართლის, თორემ ეპისკოპოსთან ერთად. ხო, იმიტომ რომ ქართლის სამეფო არ ცალკე, ну მაშინ ეგრისი ერქვა და რომაელები და ბერძნები ლაზიკას ეძახდნენ, თუმცა ადრე მას კოლხეთი ერქვა. ეხლა არ მინდა ისტორიის, ესე იგი, პლასტებში რო შევიჭრა, მინდა მაქსიმალურად კონკრეტული ვიყო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და ბევრი ნიუანსი. ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოგზავნა პეტრე, რომელიც მან გაიცნო ერთ-ერთი ლაშქრობისას, მოეწონა ძალიან. ამის გამო მას კონფლიქტი ჰქონდა მთავარ ეპისკოპოს მიქაელთან, სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა, იმდენად სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა, რომ მიქაელმა მას კბილი ჩაუმტრია, ეს იცის ყველა, მე ხეს ძალიან მარტივი საკითხია და სკოლის მასალა, ეხლა არაფერისტი ახალი არ არის, მაგრამ ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა ანტიოქიის პატრიარქმა. აი ეს, რომ ქართლის ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია ანტიოქიის პატრიარქმა, ძალიან ბევრი მეცნიერის და მათ შორის ჯავახიშვილის დიდ დავას, დიდ პოლემიკას იწვევს და იმდენად რთული საკითხია, რომ ამ საკითხზე მე ჯობია რომ არ ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება არ დამეთანხმოს, შეიძლება ამაზე ატყდეს ერთი ამბავი, იგივე ძალიან ბევრი სასულიერო პირიც არ აზიარებს ამას და ამიტომ ჯობია რომ არის ესეთი საკითხები, რომელიც ბოლომდე არ არის გარკვეული, ჯობია რომ დავტოვოთ ღიად. თუმცა გეთახმებით აბსოლუტურად და ჩვენ არც არის, მაგრამ არა, რასაკურველია. თუმცა ანტიოქიაც იმ დროს შედის რომის იმპერიაში, ესე ვთქვათ. ხო, მაგრამ აი ზოგიერთი მეცნიერი სხვა რამეს ეძახს. პოლიტიკურად არა. პოლიტიკურად არის მისი იმპერიის ნაწილი. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის პრობლემა რელიგიურ საკითხში. კი ბატონო, მაგრამ მას ვამბობ, ესე იგი თუ შეიძლება ესე ითქვას, იმ დროს რომის ეკლესია, რომის იმპერიაში არის რამდენიმე არა, ხო, რა თქმა უნდა. ხო, ამას ესე იგი ეს არ არის. მე გადავიდა რომ ახლა ჩვენ მაინც სახელმწიფოსთან ვაკავშირებ, ესე იგი სამოციქულო ეკლესიას და რომშია მაშინ ეს რომის იმპერია, ჩვენ ბიზანტიას ვამბობთ, მაგრამ ჯერ რომის იმპერია არის. ხო და შედის იქ, ასე რომ ისე მაინც რომის თვალსაწიერში იყო თქვა ამის ესე არა, ხო, რა თქმა უნდა, ხა მე მაგალითად სანამ გავაგრძელებ ამაზე საუბარს, მინდა ორი რაღაცა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ვთქვა. პირველი. ეს არის ესეთი რაღაცა, ქალბატონი მარკო რუთქიფანიძე ამბობდა ესეთ რამეს, რომ როდესაც ქართველს კითხავდი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რა რჯულისა ხარ ისტორიულად, რო კითხავდი ქართველს რა რჯულისა ხარ. ეს ითარგმნება საერთოდ ძველი ქართული სხვა ენა, ეს არის უცხო ენა და ახალ ქართულთან პრაქტიკულად არ აქვს
კავშირი, მაგრამ ესე ითარგმნება რა რჯულისახარ, ხო? რა რჯულისახარ ნიშნავს რა რელიგიის ამსარებელი ხარ. კავშირი? აქვს, მაგრამ იმდენად რთულია, რომ არ შეიძლება პირდაპირ შეუსაბამო. მაგრამ ამავე დროს, ну, თქვათ, ხა მე ფილოლოგიურად გეტყვის, მე-5 საუკუნის ქართველი ერთი დღის შემდეგ ამ დღევანდელი ქართველი ჩვეულებრივად გაიგებდა ყველა. კი, რასაკვირ რაღაც სიტყვები განსხვავდება რაღაც სიტყვები. ხო და ანუ რო ეკითხებოდნენ რა რჯულისახარ, ხო, ანუ ეს არის რომელ რელიგიას აღერებ. ის ეუბნებოდა რომ მე ვარ ქართველი, ის არ ეუბნებოდა რომ მე ქრისტიანი ვარ, ის არ ეუბნებოდა რომ მე მართლმადიდებელი ვარ, არ ეუბნებოდა. ის ეუბნებოდა რომ მე ვარ ქართველი, ქართულად მონათლული, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისტორიულად ქართველი კაცისთვის მართლმადიდებლობა იყო ტოლობა თავის ქართველობის. ქართველი და მართლმადიდებელი ეს იყო ერთი და იგივე რაღაცა. კი, შეიძლება ახლა ამის გამო ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა ოპონირება გამიწევს და მითხრას, რომ ხო არიან მაგალითად დღეს ათეისტი ქართველები, თქვა სხვა რელიგიის აღსარებელი ქართველები, მუსლიმი ქართველები, ხა მე არავის გალანძღვას არ ვაპირებ და არავის პირიქით ძალიან დიდი სიყვარული თუ არ განწყობილი ყველა ადამიანის მიმართ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ის მორწმუნეა, ურწმუნეა თუ რაიმეს აღსარებელია, მაგრამ ისტორიულად ჩვენ ისტორიას ვერ გადავაკეთებთ. ისტორიულად იყო ესე, რომ ქართველი კაცისთვის მართლმადიდებლობა ეს იყო იდენტური მისი ეროვნული თვითშეგნების, მისი სახელმწიფოებრივი სტატუსის, მისი ეროვნული სტატუსის, ეს იყო სტატუსი, მე ვარ ქართველი. მე ის არ ამბობდა რომ მე მართლმადიდებელი ვარ, ის ამბობდა რომ მე ვარ ქართველი. ქართველი ქართულად მონათლულია, ესეც სხვა, აი მაგალითად თამარის იმას აქვს ისტორიკოსს მხარგრძელებზე როცა წერს, რომ მხარგრძელი იყო სომხურად მონათლული, სომეხთა ჯულისა. ქართულად მონათლული ეს ნიშნავდა რომ მართლმადიდებელი იყო. სომხურად მონათლული ეს ნიშნავდა იმას რომ ეს იყო მონოფიზიტი. ხო ესეა? დიახ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არასოდეს ქართველი კაცის არჩევანი, ისტორიული არჩევანი სხვა რელიგია არ ყოფილა. კი ბატონო. მართლმადიდებლობის გარდა. ეს სრულიად ხა დიდი საკაბათო არ მგონია იყოს არა და ბუნებრივიც ახლა ეს არის შუა საუკუნეები, ადრეული შუა საუკუნეები, ახლა თუ თეორიულად ვინმე ათეისტი იყო, ეს მისი პირადი საიდუმლო იქნებოდა, ახლა ამას ესე ვთქვათ, ვერც გაიგებდა. მე-5 საუკუნეში ხარო დაეწყო ადამიანს ათეისტი ვარო, ეს ბოლომდე რას ნიშნავდა, ესე ვთქვათ ვერ გაიგებდნენ, გარდა ამისა ქართული ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე იყო თქო, სწორად აღნიშნეთ, სომეხთა სარწმუნოებისა ეს ნიშნავდა მონოფიზიტს, ესევე ამბობენ, ბერძენთა სარწმუნოებისა ეს უკვე ნიშნავდა ეს სრულიად იგივეს რაც იგივეობა იყო, ეს არის რომ მართლმადიდებელია, მე მოგვიანებით გაჩნდა ფრანკთა სარწმუნოება, ხო, კათოლიციზმთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამით იმაშვებოდნენ. ანუ არჩევანი არ ყოფილა, ხა მე მაგალითად თავისი ნებით ისლამზე გადასული ქართველი სულ რამდენიმე ვიცი ისტორიაში. ისიც მათი დიდი ნაწილი იყო პოლიტიკური იძულების გამო, იგივე ვახტანგ მე-6 მაგალითად და ბოდიში იგივე მაგალითად ვახტანგ მე-6 იგივე სიმონ მეფე ქართლის ჩემი უსაყვარლესი მეფე დელი სიმონს ეძახდნენ, გიჟი სიმონი, აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს სიმონი და ლუარსაბი ჩემი უსაყვარლესი მეფეები არიან და მაგრამ იყო მაგალითად შემთხვევები, როდესაც თავისნებით გადადიოდა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. დაუთ ხანი, ალბათ იცით ხო? დაუთ ხანი, რომელიც დავით ბატონიშვილი, ლუარსაბის ვაჟი, თავისნებით ჩავიდა ყაზვინში, მაშინ ყაზვინი იყო დედაქალაქი სეფიანთა ირანის, შაჰ თამასთან თავისნებით მიიღო ისლამი, რათა თავისი ძმა გადამოეკიდო ტახტიდან, სიმონი გადამოეკიდო ტახტიდან. მერე მოხდა ისე რომ იყვნენ ჩვენთა მეფეები, ძალიან მორწმუნე მუსლიმები, აი შაჰ-ნავაზი მაგალითად ჩვენი ესეთი მუსლიმი. ყუმში დაიბარა და ყუმში დასაფლავდა და შაჰ-ნავაზი უფრო არა, albათ თქვენ როსტომს გულისხმობთ. როსტომი თავიდანვე დაბადებული შაჰ-ნავაზი კი ბატონო, კი, მაგრამ ის უფრო პოლიტიკური ესე იგი ვითარების მსხვერპლი იყო, კი. მსხვერპლი იყო, ხო, ეხლა ჩვენ ეს ვინ როგორი ყვერტია, მაგრამ ჩვენ ასე ვამბობ, რომ მე-5 საუკუნეა ახლა რომ მანამდე წამოვედი ქრისტიანობიდან და საქართველოს მიიღო ქრისტიანობა და უკვე მიდის აი გურასელის ეკრო დამოუკიდებელი რელიგიური ერთეული გახდეს. ავტოკეფალური გახდეს. ხო და ანუ რატო ამ მნიშვნელოვანი ვახტანგისთვის ეს ავტოკეფალია? ხო, ანუ რეალურად ეს არის პრინციპში აქედან იწყება, ასე ვთქვათ,
მათ შორის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ აი ეს აღიარება, რომელიც მერე გაძდევს სამ პერიოდს, ვიდრე თითქმის მე-11 საუკუნემდე, რომ კურა პალატები იყვნენ და ბიზანტიისგან უნდა მიეღოთ კურთხევა, თქვა, აღიარება უпроსწორეთ და ასე შემდეგ ტიტული უნდა მიენიჭებინა ბიზანტიელ იმპერატორს ადგილობრივი მეფისთვის. ეს უკვე საბოლოოდ იცვლება, როცა პატრიარქი ხდება ჩვენთან და როდესაც აბსოლუტური დამოუკიდებლობაა და მეფის კურთხევა და მირონის კურთხევა და ასე შემდეგ. არა, სამწუხაროდ ეგრე არ არის, როდესაც ჩვენი საქართველო გაერთიანდა, საქართველოს პირველ გამაერთიანებელ მეფედ ითვლება ბაგრატ მესამე. დიახ. ბაგრატ მესამემ გააერთიანა ორი მიწა. ეს იყო აფხაზეთი, პირველთვის გახდა აფხაზეთის მეფე, იმიტომ რომ მისი ბიძა უსინათლო პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა, ეგ ძმებმა ერთმანეთს რაღაც ვერ გაიყვეს, დააბრმავა ლეონმა თეოდოსი, მერე ლეონი გარდაიცვალა, თეოდოსი ავიდა ტახტზე, მას არ ყავდა შვილი და ბაგრატი არის მის ერთადერთი მემკვიდრე, ან გურანდუხტის მისი დისვაში, ხო? ბაგრატი არის მემკვიდრე აფხაზეთის სამეფოს. მერე ის აფხაზთა სამეფოს მეფე რო ხდება 975 წელს ჯავახიშვილი და სხვა მეცნიერები 978 წელს იძახიან. ამის შემდეგ 1001 წელს ხვდება დავით კურაპალატი, 1008 წელს ხვდება მისი მამა გურგენე, მისი მამა გურგენე ატარებს ქართველთა მეფის ტიტულს და მისი ბაბუა ბაგრატ მეორე ატარებს ასევე ქართველთა მეფის ტიტულს. ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ აშოტ ბაგრატიონის შთამომავლები, რომელმაც შექმნა ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფო, რომელსაც მე-9 საუკუნეში აქვს სახელი ქართველთა, მანამდე მას ეს სახელი არ აქვს, იშლება ორ ნომინალურ ერთეულად ტაოთ და კლარჯეთად, არიან ტაოს ბაგრატიონები ცალკე, კლარჯი ბაგრატიონები ცალკე, ესენ სულ ყველანი ერთმანეთის ძალიან ახლო ნათესავები არიან, მაგრამ შე შემთხვევაში ერთმანეთთან კონფლიქტი აქვს და საერთოდ ტაო-კლარჯეთი ქართულ დაშლილ სამეფო სამთავროებს შორის ყველაზე ჯავახიშვილი ესე თulis რომ არის ყველაზე უფრო სუსტი ერთეული, იმიტომ რომ ძალიან ხშირია კონფლიქტები, ხოში და კონფლიქტები და რა მინდა რომ გითხრათ, იცით? პირველი ოფიციალურად ეხა იქეთ არ წავალ, ამაზეც დიდი დავა ისტორიკოსებში და ეხა არ მინდა ესეთი საკითხების წამოწევა, მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ, რომ პირველი ბაგრატიონი ოფიციალურად, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ძალაუფლება, ეს იყო ქართლის ერისმთავარი გვარამი, რომელსაც მაგალითად ცხოვნებული თედო დუნდუ ამბობდა, რომ მას გვარამი არ ერქვა, გურგენი ერქვა, ეხა დარგვინდა ამაზე გამოთი. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ გვარამია ბაგრატიონი, ყველა ბაგრატიონს პრაქტიკულად სულ ყველას მეფე იყო, არ იყო მთავარი იყო თუ შიდა ლოკალური რაღაცის გამგებელი იყო, სულ რამდენიმე კაცის გარდა ჰქონდა ბიზანტიური ტიტული. რაც მეანიშნებდა იმაზე, რომ ჩვენ ბიზანტიას ვაღიარებდით უპირატესად. კი ბატონო. გიორგი პირველს არ ჰქონდა და კონსტანტინე გამსახურდია, გეტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ეძახის გიორგი პირველს ორ კურაპალატ შორის გამოჭედილ მეფეს. ის მთელი ცხოვრება ებრძოდა ბიზანტიას, მართალი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ ებრძოდა ბიზანტიას და დიდი ომი იყო საქართველოს ბიზანტიას შორის. მის მამას ჰქონდა კურაპალატის ხარისხი, მის ბაბუას ჰქონდა, მის წინაპრებს ჰქონდა, ყველაზე მაღალი ხარისხი პრაქტიკულად თუ არ ჩავთვლით კიდევ ერთ ხარისხს, ეს იყო კურაპალატი. და ბიზანტიის იმპერატორები მეფებადაც არ თulidan აგდებულად არხონტს ეძახდნენ, არხონტი გიორგი, მაგალითად კედრენეს უწერია პირდაპირ, არხონტი ბაგრატი, არხონტი გიორგი. თავრებად მეჩნევდნენ. ანუ ამას გრიგოლ მეტი ქონდა წოდება. გრიგოლი ბაკურიანს წოდება არ ქონდა, თანამდებობა ქონდა, მე რამდენადაც ვიცი, ეს იყო დიდი დომესტიკოსი ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთის სარდლობის. კურაპალატის საკარისკაცო თანამდებობა იყო და დომესტიკოსი იყო სამხედრო თანამდებობა და ამიტომაც ისინი სტრუქტურულადაც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ეხლა ესე იგი რა ხდება? ბაგრატმა გააერთიანა თავიდან გააერთიანა ორი ქართული მიწა, მოდი ესე ვთქვა, მარტივად ვთქვათ რა, რო არ დაუძაბოთ მსმენელები და მაქსიმალურად მარტივად ველაპარაკებ, ორი მიწა, ეს იყო აფხაზეთი და ეს იყო ქართველთა სამეფო და მან მიიღო ორი ტიტული, მეფე აფხაზთა, მეფე ქართველთა. ქართველი მეფეების, გაერთიანებული საქართველოს მეფეების ტიტულები, ეს არის კიდე ცალკე დისერტაციის თემა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ქრონოლოგიური დაცვა, ზუსტად დაცვა არის ასევე აუცილებელი, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. მაგალითად, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა და უკვე დავით აღმაშენებელს და თამარს და დავითის შვილებს და თამარს ჰქონდათ შარვანშა და შახანშა და თამარს ჰქონდა ყურის აღმოსავლეთისა თვითმფლობით მპყრობელი.
ეს იყო 7 ტიტული. აი დემოკრატიული საქართველოს პირველ დროშაზე ჟორდანიას დროშა ღერბზე უკაცრავად რომელიც ესე იგი ერთ-ერთი ავტორი იყო ჯავახიშვილი თეთრი გიორგის უკან არის 7 ვარსკვლავი. რატო? ეს არის 7 გაერთიანებული ქართული ეს არ არის შემთხვევითი რაღაც. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ამას. მაგრამ ბაგრატმა გაერთიანა 4 მიწა. ეს არის აფხაზეთი, ქართველთა სამეფო, რანთა და კახთა, ჰერეთი და კახეთი. გაერთიანა ეს 4 მიწა და მას ჰქონდა 4 ტიტული, სულ 4 ტიტული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მესივაჟი გიორგი, გიორგი ავიდა თუ არა ტახტზე, ჰერეთმა და კახეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, გაერთიანდა ერთ სამეფოდ 90 წელი. კახეთ-ჰერეთის სამეფო ერქვა, 90 წელი იყო ეს გაერთიანებული და 1104 წლამდე, ანუ ესე ითვლება ნომინალურად 1014-დან 1104 წლამდე 90 წელი კახეთ-ჰერეთი იყო ერთი საკმაოდ ძლიერი სამეფო და მინდა გითხრათ უფრო ძლიერი ვიდრე მაშინდელი გაერთიანებული საქართველო იყო, ანუ ეს არის გიორგი პირველის ბაგრატ მეოთხის და ნუ გიორგი მეორეზე ლაპარაკიც არ ღირს სამეფო და ამას მოუღო ბოლო აღმაშენებელმა 1104 წელს და როცა აღმაშენებელი გამაგრდა ტახტზე, მან უარი თქვა ყველანაირ ბიზანტიურ ტიტულზე. ამით მან უთხრა ბიზანტიას, რომ მე შენზე დამოკიდებული აღარა ვარ. ისინი კურაპალატობაა თუ მაგისტროსობაა თუ რაც არის რამ ტიტულებს, რომელსაც ანიჭებს შენ ბაგრატიონებს უდიდეს წილად. ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. და ჯავახიშვილი ამბობდა, მან ჩაიცვა წითელი წაღები ეს იყო ბიზანტიის იმპერატორების სიმბოლო. წითელი ფერი ეს იყო ბიზანტიის იმპერატორების ფერი. მას იმპერატორები ცვალდნენ. პორფირი აქედან არის. პორფიროგენეტი, პორფირში შობილი. ბიზანტიის პრინცებს და პრინცესებს პორფიროგენეტები და პორფიროგენეტისები ერქვათ, იმიტომ რომ ეს არის წითელში შობილი, ეს არის იმპერატორის ფერი. დავითმა, აი მე მაგალითად ჯავახიშვილიც ამაზრის არის და მეც იგივე აზრისა ვარ, რომ პირველი საქართველოს გამაერთიანებელი იყო დავითი. დავითამდე მოხდა მარტო 4 მიწის გაერთიანება, ბაგრატი რო გარდაიცვალა, მე მისი შვილი გიორგი ატარებს 2 ტიტულს, მეფე აფხაზთა ქართველთა, ბაგრატი ატარებს 2 ტიტულს, მეფე აფხაზთა ქართველთა, გიორგი მეორე ატარებს 2 ტიტულს, მეფე აფხაზთა ქართველთა და დავითი უკვე 7 მიწას აერთიანებს და უკვე დავითი ხდება პირველი გამაერთიანებელი საქართველოსი და ბაგრატი ნუ ითვლება რომ მან რამდენიმე ქართული მიწა გაერთიანა, თუმცა მე მას ნამდვილად არ დაუკარგავ. მოყვა წელს ის სხვათა შორის კათოლიკოს პატრიარქის ილიას გადაწყვეტილებით საკმაოდ მცირე ხნის უკან ქართულმა ეკლესიამ შერაცხა წმინდანად და ის დიდი ღვაწლი რომელიც მან გაიღო, იმიტომ რომ მან უამრავი რამ გააკეთა, მან გაერთიანა ქართული მიწები, აფხაზეთში აშენა უამრავი ეკლესიები, მან აშენა მოქი, მან აშენა ბედია. მან დაიწყო სვეტი ცხოველი. აი ზუსტად აქა ვარ, პირველი კათოლიკოს პატრიარქი, კათოლიკოსი, რომელსაც ჰქონდა სახელი პატრიარქი, ეს იყო მელქისედეკი, რომელმაც 3 მეფეს გაუძლო, რომელიც 3 მეფის დროს იყო კათოლიკოს პატრიარქი. ეს არის ბაგრატ მესამე, ეს არის ბაგრატ გიორგი პირველი და ეს არის ბაგრატ მეოთხე. ანუ მელქისედეკი იყო 3 საქართველოს მეფის პერიოდში, რომელმაც ააშენა კათედრალი, ანუ მან ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული ქვის ეკლესია დაშალა და მის ადგილას ააშენა ეს ულამაზეს კათედრალი, რომელიც ჩვენ ვიცით სულ ყველა, ხო, რომელიც ქართველი ადამიანისთვის იერუსალიმის მერე ყველაზე უფრო წმინდა ადგილი არის, ხო? ეს რატო ესე თქო მნიშვნელოვანი ეს ელემენტარულია და ყველგან წერია, მაგრამ იმ წყინვალე რომანის შემდეგ გამსახურდიას ეს კლიანად მიეწერება გიორგის და ბაგრატი სულ არ ახსოვთ ხოლმე. გამსახურდიას ახლა იქ სტილიზებული აქვს, მაგრამ ძალიან იმათ უწერია, ხო, ამასაც უწერია. მაგრამ ქართლის ცხოვრების მიხედვით და როგორც არის თურმე ეს დაიწყო ბაგრატ მესამემ და მელქისედეკმა მელქისედეკმა, კი ბატონო, რომელსაც ძალიან სხვა შორის იქ მონაწილეობდა ბიზანტიაც რეალურად, რო ვთქვა, ამ მშენებლობაშიც. ნუ იქ ესე წერია. მელქისედეკმა ძალიან დიდი საფასეები განუმრავლა, სოფლები შესწირა, არსებობს კიდევ 20 დოკუმენტი, ხო. და მინდა ისევ იქ რო დავრუნდე ხუთეში თქვა, ესე იგი ორი, აი, რას ვთქვი დანეთ, სწორედ ამის დასტურე, რომ ესე იგი პოლიტიკური მდგენელი ამ საქმისა. რაც თითქოს უფრო გვეხელწიფება სულიერში ვარ შევიდეთ. ესე იგი ქრისტიანობის მიღებით იმ ისე სულიერების მიღმა არის ის, რომ საქართველოს ქრისტიანობის მიღებით ემიჯნება ზოროასტრულ აღმოსავლეთს. შეიძლება რა ვთქვა. ძანეთ.
აი ამაზე მინდა გავაკეთო აქცენტი, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება ეს იყო ქართლის სამეფოს ალბათ პირველი ერთ-ერთი პირველი არა, იმიტომ რომ მანამდე ჩვენს უნდა ურთიერთობა რომთანაც ჰქონდა ურთიერთობა და ძალიან ახლო ურთიერთობა არა. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი გადადგმული ჩვენს პროდასავლურ გზაზე. ეს იყო ჩვენი დასავლური არჩევანი. ეხლა ძალიან ხშირად საყვედურობენ ქართველებს, რომ თქვენ არ ახართ ევროპელები და თქვენ არ მინდა ხამზე ლაპარაკი ისე. ეს იყო ხო, კი ბატონო. ამითი გაემიჯდა გაემიჯნა მასდიანურ ირანს, კი ბატონო. ნუ დათელია რომ სტრატეგიაში სტრატეგიულად უკვე აქ გაჩნდა ის წინააღმდეგობა, თუმცა კულტურულად, სხვადასხვა გენეტიურად მეფეების და ისინი სპარსელებთან ძალიან ახლოს იყო, მირიანის სპარსელი იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ჩვენ მოვიდეთ და ავტოკეფალიას რაც არის დაკავშირებული. მაგრამ აქ უკვე გაჩნდა რომ მე რომის იმპერიის ნაწილი კი არ ვარ ქვეყანას გულისხმობ, არამედ ავტოკეფალიით არის რომ რომთანაც უკვე დისტანცირება, ესე ვთქვა, დაიწყო. ქრისტიანად კი რჩება. აი ვახტანგ გორგასლის ფორმულა, ესე იგი, ბერძენთა გზა არ უნდა დაუტოვოთო, ესე იგი, უნდა იყოთ ქრისტიანები, ეს მისი ანდერძია, მაგრამ უნდა იყოს ავტოკეფალური და ვერ ვიქნებით, ესე ვთქვათ, შერეული. აი ესეც არის ფორმულა, რომ ესე იგი, დაიწყო ამ ავტოკეფალიით ეროვნული იდენტიფიცირება და იზოლაცია კი არა, არამედ აი დამოუკიდებლობის იდეის გამოკვეთა, რომლის ირგვლივაც დაიწყო მე აკინძვა. ზოგადად ვახტანგი იყო ძალიან დიდი დიპლომატი. ვახტანგი იყენებდა ირანელებს კავკასიის მთიელებთან საბრძოლველად. ვახტანგი იყენებდა ირანელებს ბიზანტიელებთან საბრძოლველად. ვახტანგი იყენებდა ბიზანტიელებს ირანელებთან საბრძოლველად. ის თავისი ქვეყნის იდენტობისთვის და თავისი ქვეყნის გაძლიერებისთვის ყველაფერს აკეთებდა და იყო ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი, თუნდაც ემეთი რომ მას შეეძლო პოლიტიკური ლავირება და მოწინააღმდეგეებით ძალების ერთმანეთთან დაკავშირება და ერთი ძალის გამოყენება მეორე ძალის წინააღმდეგ, რომელიც მას გამოსდიოდა ფანტასტიკურად, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ავტოკეფალიას, ეს იყო უდიდესი განაცხადი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ავტოკეფალია ჩვენი საკმაოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ ხშირად არც იყო ხოლმე ბოლომდე გაზიარებული. მაგალითად, ერთ ამბავს გეტყვით, მე-11 საუკუნეში ცხოვრობდა უდიდესი ქართველი მამა, წმინდანი გიორგი თაწმინდელი, განათლებული კაცი, ერთ-ერთი ჩვენი განმანათლებელი, რომელიც გახდა იძულებული დაეცვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. იმიტომ რომ ბერძნებმა უთხრეს, რომ თქვენ საერთოდ ვინ ხართ ქართველები, საერთოდ ქრისტიანები ხართ თუ არა? გიორგი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ წმინდა ანდრიას მოქცეულნი ვართ და თქვენ წმინდა პეტრეს მოქცეულნი ხართ. და ანდრია იყო პირველ წოდებულ და პეტრე იყო მერე და თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ ჩვენ ამაზე თუ მაინც თქვენ დაგვემორჩილოთ ჩვენ ხო ეს მოსწრებული სიტყვა პასუხის თემა არის. მაგრამ მან საინტერესო არის თქვენ კარგად გახსენეთ, რომ ეს მარტო სეპირად კი არ მოუგო ეს სიტყვა, მართალი ეს წყარო არ არის. მან უთხრა, რომ აი ეს ციგნი მოიტანეთო და იქა მოიკითხაო, ციგნი თვითონ არ არის და სადაცო ამბავი იყო, მოკლედო მთლიანადო მოთხრობილი ეს ამბავიო, რომ ჩვენ ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. ეხლა მან მე ამ შემთხვევაში როცა ვამბობ სქემაზე, ცხადია საქართველოში არაბები მერე ესა და ცხადია რომ არავინ შენ თუ ფეხზე ვერ დგახარ, არავინ არ გცნობს. ესე იგი შენ ხო და ამიტომაც ბუნებრივად ეს ილახებოდა. მაგრამ მთლიანობაში სქემა ვთქვათ ესეთი იყო ქართველებისთვის, იმიტომ რომ შეიძლება რომ ამ გზით არ წასულიყო ქრისტიანობა თვითონ თავისი იმით იყო და შეიძლება დარჩენილიყო ამ რომის იმპერიის ნაწილად, მაგრამ როგორც კი ოდნავ გურგასალმა ისე სული მოიდგა და ფეხი მოიდგა და ვთქვათ ეს იყო გაგრძელდა ის გზა, იმიტომ რომ მირიანიც უყურებს რომ საქართველოს შემოდის, საქართველოს ქრისტიანობა, საქართველოს კი არ ხდება რომის ნაწილი, თუმცა რომის გავლენები აქვს მნიშვნელოვანი, ხო ჩვენ ახლა ისტორიას თქვენ ზანეთ ახლა კიდევ გავაყალბებთ ახლა ისტორიას, იქ ნისიბინის ზავი იყო, ამბავი იყო, რომის და აბა რომის და სპარსეთის ომი რო არ ყოფილიყო, დაპირისპირა და იქ რომის უპირატესობა არ ყოფილიყო და მთელი ამბები რაღაცები ისე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ფაქტია რომ ქართველები ამას იღებენ როგორც საკუთარს, მათ აქვთ პრეტენზია და დასაბუთებული რომ ის თვითონ მიდიან ქრისტიანობასთან, ეს ანტიოქიური, ასე ვთქვათ, ანტიოქიური წარმომავლობაც აქედან არის, იმიტომ რომ ქართველებს არ უნდათ რომ თუ ესე ჩანს, ესე იგი რომ პირდაპირ კონსტანტინოპოლზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული და აქედან ყოფილიყო ანტიოქიაზე და ვახტანგ გორგასალისგან ესე პატრიარქობა რომ იწყება, როცა უკვე ყავს პატრიარქი, კი ბატონო ბერძენი, მაგრამ უკვე პატრიარქი და მოკლედ ჩაერთო და ეს არის ავტოკეფალური ეკლესია. იმ დროს სოფლიოში ცოტა ავტოკეფალური
4 ეკლესიები. 4-ია სულ. ეკლესიებით კონსტანტინოპოლი, იერუსალიმი, ანტიოქია და ჩვენ არ დაგვაწევს რომ ეს არ არის ჩემპიონატი და საამაყო კატეგორიებიდან. არა იმიტომ რომ არის ამაყო, მაგრამ არც საამაყო, იმიტომ რომ სოფლიოში ესეა მიღებული და ისტორიაც ამას გვეუბნება თუ ბათალია ხარი გარკვეული წინააღმდეგობები რომ პირველი მართლაც ინათლება სომხეთი. და მე ხო და მე ინათლება საქართველოს ხო ესეა და მე და კონსტანტინე არ ვეხო როგორ არის კონსტანტინეს გარდაცვალების დროს ცხადდება სახელმწიფო რელიგიად არა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება თეოდოსიუსის დროს მე-4 არა ეს კი მაგრამ როცა მეფემ ლეგიტიმაცია მეფემ რომ იყო კი მანამდე სხვათა ქართული წყაროები კონსტანტინოპოლი მესეგი კონსტანტინოპოლის კი არა ბიზანტიო რომის იმპერიის გაქრისტიანებად პრაქტიკაში დინოს ცხოვრება შეზღუდებული და მიიჩნევს როცა კონსტანტინე გამოსცა ედიქტი და ქრისტიანობა გაუთანასწორა ეს პირდაპირ წერია რომ ეს მიაჩნიათ მათ არა დინოს ცხოვრებაში ეს მიაჩნიათ იმიტომ რომ ეს ჩათვალეს რომ აიო დიდი სასიხარულო ამბავი მოვიდაო რომ ქრისტიანობაო მიიღო და რაღაცა თუმცა ნუ ხა მოდით მაშინ წყაროებს რო ჩავღრმავდეთ ჩვენ ისეთი წყაროები არსებობს რომ სამწუხაროდ ურთიერთ გამომრიცხავი და ამაზე შეიძლება დიდი კონფლიქტი ატყდეს და არა მაქვს ხა ამისი უბრალოდ ვიტყვი ერთ რაღაცას რომ ქართული წყაროების დიდი ნაწილი მათ შორის სასულიერო წყაროების დიდი ნაწილი ცოტა რთულად არის საქმე იმიტომ რომ ესე პირდაპირ ამის გაგება არ შეიძლება და იქ არის უამრავი ნიუანსი რომელსაც ზოგი მეცნიერი თანხმება ზოგი მეცნიერი არ ეთანხმება მაგრამ ფაქტი არის ერთი რაღაც კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობას მიანიჭა ლეგიტიმაცია და შექმნა ქრისტიანული ეკლესია. კი ბატონო. ანუ მან შექმნა ის კანონები ეკლესიის წამსი, ხო, რომელიც ყველაზე მთავარი არის, რომელიც არ შეცვლილა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ნიკეის კრება და თელეაბა. ნიკეის კრება, კი ბატონო, 325 წელს. კი არა, բայց მაყურებელ რო თქვა, ნიკეის კრებაზე ერთმა ეპისკოპოსმა, ნუ გაბედა და უთხრა რომ თქვენო საერთოდ არ ახართ ქრისტიანიო და რატო გვიტარებ ამ კრებასო და იქ არა, ხო, კი ბატონო, იმიტომ რომ კონსტანტინე დიდი მოინათლა სიკვდილის წინ, როდესაც უკვე დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოინათლა ის არ ინათლებოდა, ბოლოს მოინათლა, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებაზე შეიქმნა ქრისტიანული ეკლესია. ეკლესია არის ბერძნული სიტყვა, ნიშნავს კრებულს. დღეს ახალ ქართულში ეკლესია ნიშნავს შენობას, სადაც მორწმუნე იკრიბება და აღსრულდება ღვთისმსახურება. და ზოგადად ეკლესია ეს იყო კრებული, ეკლესია ძველ საბერძნეთშიც ესე იგი არსებობდა ეს თქვენ ციცით. იქმნება ქრისტიანული ეკლესიის ძირითადი კანონიკა, დოგმატიკა, წირვალუცვის დაყენების წესი, ის ძირითადი საკითხები კანონიკური, რომელიც დღემდე პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, მე ესე მაქვს ნასწავლი, ყოველ შემთხვევაში უცვლელია მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ნუ მე რა თქმა უნდა, ქრისტიანულ ეკლესიაში იყო ერესები, რა თქმა უნდა, იყო ერესები, მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც იყო ერესები, კათოლიკურ ეკლესიაშიც იყო ერესები, მე საერთოდ კათოლიკურ ეკლესია საერთოდ შუაზე გაიყო და პროტესტანტულ ეკლესია შეიქმნა და მე ამ პროტესტანტულ ეკლესიის წიაღში კიდე უამრავი ეკლესია და უამრავი ქრისტიანული სექტა შეიქმნა. ხა ამაზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ სხვათა შორის ვახტანგის დროს, როცა ვახტანგმა გამოაცხადა ავტოკეფალია, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ეკლესიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ იმდენად იყო მომძლავრებული ერესი, მონოფიზიტობის ერესი. ანუ 431 წელს ნესტორიანელობის დაგმობა მოხდა ეფესოს მესამე საეკლესიო კრებაზე, 451 წელს მოხდა მონოფიზიტობის, ანუ არიანელობის დაგმობა ქალკედონის საეკლესიო კრებაზე, რომელმაც მიიღო მართლმადიდებლობის ეს დოგმატი და აი ამ პერიოდში ხა მესამე საეკლესიო კრების დროს ვახტანგი ძალიან პატარა იქნებოდა, ან შეიძლება არც იყო ჯერ დაბადებული, იმიტომ რომ ვახტანგის თარიღები ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ქალკედონის საეკლესიო კრების დროს ვახტანგი უკვე სავარაუდოდ უკვე იქნებოდა დასრული, ნუ ყოველ შემთხვევაში აზროვნების მქონე ადამიანი იქნებოდა, არ იქნებოდა ძალიან პატარა და აი ეს მეორე კრება ქალკედონის, ანუ მესამე იყო ნესტორის, მეოთხე იყო ქალკედონის და ამ ორივე კრების მიზანი იყო ერესების დაგმობა. ანუ ნესტორე ამტკიცებდა, რომ ქრისტე იყო მარტო კაცი, ხოლო არიოზი ამტკიცებდა, რომ ქრისტე იყო მარტო ღმერთი.
არიოს განსაკუთრებით იმხელა გავლენები ქონდა, რომ არიანელი არის დღემდე, მაგალითად სომხეთის ეკლესია არის მონოფიზიტური ეკლესია, არიანელური მას აღიარებს, მოძღვრებას აღიარებს 608 წელს ჩვენ შორის განხეთქილება. და კონსტანტინო ძალიან სიმპათიით იყო არიანელების მიმართ. მარტო კონსტანტინე და მერეც იყო, აი მაგალითად იგივე იუსტინიანე დიდის დროს და ეს არ იყო პატარა ამბავი, ეს ძალიან დიდი ხანი არსებობდა და ძალიან დიდი ხანი იყო კონფლიქტი ამ არიანელობასა და თქვათ მართლმადიდებლობას შორის და აი ამ ეპიცენტრში ცალკეული გამოვლენებები ვიდრე დღემდე არსებობს, არა მხოლოდ ესეთი ეკლესიების, არამედ შიდა განხეთქილებების. ამას ემატებოდა ისიც, რომ ვახტანგის დროს იყო გაქანებული ირანიზაცია, ესე იგი მიდიოდა, ირანელები შემოდიოდნენ, შემოქონდათ ეს მაზდეანობა, ეხლა თბილისშიც არის ათეშგა, ხო იცით თქვენ ყველა, ეს ქართლი იყო სავსე ამ მაზდეანური კუბებით, ამ ცეცხლის საგზები ქვია ძველ ქართულად ამას. მე-6 საუკუნეში იმდენად ზემოდგომარეობა იყო ჩვენ ირანმა, რომ დაგვიპყრო, რომ გააუქმა ქართლში მეფობა, ბოლო მეფე ქართლის გურიანი 523 წელს გაიქცა ბიზანტიაში და აქ ირანელებმა დასვეს მარსპანი, რომელიც დაახლოებით 50 წელი მართავდა ქართლს და გაიუსო ქართლი ამ ირანული ცეცხლის საგზებებით და აი ამ დროს შემოდიან ასურელი მამები, რატო შემოდიან, რომ ქრისტიანობა გააძლიერონ და იწყება აქ სამონასტრო ცხოვრებას აქ უყრიან საფუძველს ასურელი მამები. მანამდე ჩვენთან მე როგორც ვიცი ოფიციალურად ეს ამაკ ნასწავლი სამონასტრო ცხოვრება არ არსებობდა. ანუ ვახტანგის დროს ჩვენ ხვდებით ავტოკეფალური და ჩვენ ყავს კათოლიკოსი. წმინდა ნინოს დროს ჩვენ ყავს მთავარეპისკოპოსი, რომელიც გამოგზავნა თუ წყაროებს დაუჯერებთ, გამოგზავნა კონსტანტინე დიდმა. და წმინდა ნინოს ცხოვრება იმდენად არის დასაჯერებელი, აი რელიგიას რო გავანებოთ, ხა არის მაგალითად საკითხები რელიგიური, რომელსაც სასწაული, რომელიც წერია, ხო, რაღაცა მოხდა სასწაული, ამას არ აქვს ახსნა, მაგრამ ქრისტიან ადამიანს, მორწმუნე ადამიანს სწამს, არის რაღაცები, რასაც ვერ ახსნა უნდა გწამდეს, ხო, მაგრამ ეხა ისტორიაში ცოტა რთულად არის, განსაკუთრებით ეკლესიის ისტორიაში, იმიტომ რომ ისტორიკოსი მით უმეტეს მორწმუნე ვალდებულია, რომ არ აწყენინოს ეკლესიას სასულიერო ეს სასულიერო იერარქიას არ აწყენინოს, თან ისტორიაც სწორად დაწეროს, თან იქ რაღაცა წერია, რომელიც ისტორიასთან არ მოდის, ესე რომ ვთქვათ, უნისონში და ძალიან რთული მდგომარეობა იქნება ხოლმე ამ ხრივ, მაგრამ აი წმინდა ნინოს რაც შეეხება, წმინდა ნინოს არსებობის დამადასტურებელი უამრავი უცხოური წყარო გვაქვს ჩვენ. უფრო მეტი ვიდრე ქართული. მაგალითად გელასი, რუფინუსი. ეგ ეხლა ვთქვა ჩვენ რომ დღეს ეჭვის ქვეშაც არ დგას, იმიტომ რომ ყველა უამრავი რომაული წყარო პირდაპირ ლაპარაკობს იმ პერიოდის. სომხური წყაროები გვაქვს, კი ბატონო, და რა თქმა უნდა, ქართული წყაროებიც გვაქვს და ისტორიაში ესეა, როდესაც ჩვენ სახელსაც ამოვდები ხო, რა თქმა უნდა, ტყვექალი. ნუნე და ასე შემდეგ და ყველა ტყვექალის ამბავს. სომხები ეძახიან. ფაქტია, რომ წმინდა ნინომ როდესაც მონათლა ოფიციალურად მოხდა მოქცევაი ქართლისაი, ანუ ქართლის დიდი მოქცევა, ანუ ქართლის დიდი ნათლობა, იქნება უკვე ქართლის ეკლესია. შენდება პირველი შენობა, სვეტიცხოვლის ხის შენობა, რომელიც თქვენ იცით, ამასთან არის დაკავშირებული ძალიან ლამაზი საეკლესიო გადმოცემა. სხვათა შორის უწმინდესი ილია ამბობდა, რომ არის ესეთი ხატი საქართველოს დიდება, რომელიც გამოხატავს ამ ქართლის დიდ მოქცევას და ერთხელ ესეთი რაღაც თქვა, რომ ყველას უნდა კონდეს ოჯახში ეს ხატი და მე არ მქონდა. სხვათა შორის გავიქეცი იმ დღეს როგორ მახსოვს და ვიყიდე და დავაბრძანე ჩემს ხატებთან ერთად. ეს არის ქართლის მოქცევის ხატი. როდესაც მოხდა ქართლის მოქცევა და გაჩნდა უკვე ქართული ეკლესია, ქართულ ეკლესიას ჭირდება მღვდელთმსახურები, ჭირდება მმართველი, ჭირდება მღვდლები, ჭირდება ადამიანები, რომლებიც აღასრულებენ ღვთისმსახურებას, აღასრულებენ და მან საბერძნეთიდან ჩამოვიდნენ ეს მღვდლები და იოანე ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი ხდება ქართლის. ანუ წმინდა ნინოდან მოყოლებული ვახტანგ გასლამდე ავტოკეფალიის აღდგენამდე, რომლის თარიღზედაც დავა არის და მოდი ამ თარიღს გავანებოთ თავი, ავიღოთ მე-5 საუკუნის მეორე ნახევარი ავიღოთ სავარაუდოდ, იმიტომ რომ სხვადასხვა აზრი არსებობს ამაზე. უკვე ჩვენ ყავს კათოლიკოსი. მე-5 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩვენ ყავს კათოლიკოსი და უკვე მე-11 საუკუნის დასაწყისში ჩვენ ყავს უკვე კათოლიკოს პატრიარქი. მოდით ეხლა მივახციეთ ახლა იმ თემამდე და რატო არის ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთი რომ ყავს მე-5 საუკუნიდან კათოლიკოსი და ავტოკეფალიასაც იქიდან აღვითვლით მე-5 საუკუნის მეორე ნახევრიდან და მე-11 საუკუნე და პირველი კათოლიკოს პატრიარქი მელქისედეკ პირველი და რატო არის მნიშვნელოვანი პატრიარქის ტიტულის შემოსვლა?
პატრიარქი ეს არის უკვე ესე რომ ვთქვათ, სხვა სიმაღლის კათოლიკოს პატრიარქი ეს არის უკვე გაერთიანებული ქვეყნის, გაერთიანებული მიწების ერთი მთლიანი სახელმწიფოს მმართველი. და რაც თავარია ის დგება სხვა დანარჩენ ავტოკეფალურ ეკლესიებთან ერთად თანასწორ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ჩვენ არ გქონდა. აი, ერთ რაღაცას ვიტყვი რა, 1990 წელს ჩვენ ხო აღვადგინეთ ავტოკეფალია 1900 ესე ითვლება, რომ 1917 წლის კრება იყო, როდესაც ჯერ დროებით მმართველად დანიშნეს ლეონიდე, მერე აირჩიეს კირიონი, მაგრამ საბოლოოდ აი ჩვენი ეკლესიის აი საბოლოო ეს ფორმირება უახლეს ისტორიაში არის დაკავშირებული ილია მეორესთან, რომელიც 1979 წლიდან სისტემატურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქატთან და მან 1990 წლის 7 იანვარს საშობაო წირვაზე ოფიციალურად გამოაცხადა ქრიზოსტომოსმა, იმ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ემისარმა ოფიციალურმა, გამოაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა, როგორც იქნა საბოლოოდ ჩვენი ეკლესია და უკვე ამას წყალი აღარ გაუვა, ესე რომ ვთქვათ და მერე უკვე მარტში ეს ამისი ესე რომ ვთქვათ ლეგიტიმაცია მოხდა ოფიციალურად და აპრილში ილია მეორემ დაწერა წერილი, რომელიც მე წაკითხული მაქვს არაერთხელ, სადაც ის წერს, რომ ორი დოკუმენტი მქონდა მე მიტანილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, ერთი ჩვენი ესე იგი ავტოკეფალის პირველი წმინდა ანდრიას მიერ ჩვენი მოქცევა და ჩვენი ესე იგი ეს ავტოკეფალიის დოკუმენტი და ეს ორივე გაითვალისწინა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და საბოლოოდ 90 წელს დამთავრდა ეს ესე რომ ვთქვათ, ეს კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობდა ჩვენი ეკლესიის მიმართ, საბოლოოდ ეს ეკლესია დაიკავა თავისი რიგი მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში, ესე რომ ვთქვათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესია დამოუკიდებელი იყო, მე-5 საუკუნიდან იყო დამოუკიდებელი, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო მაშინ, როდესაც მოხდა რუსიფიკაცია, როცა ჯერ ქართლის ეკლესია, ქართლის კათოლიკოსი ანტონი გადაასახლეს, აიძულეს გადასახლებულიყო, შემდგომში იმერეთის კათოლიკოსი არ იყო, აი კათოლიკოსის მოვალეობის შემსრულებელი იყო დოსითეუს ქუთათელი, რომელიც მე აწამეს რუსებმა სურამში ცემით მოკლეს, მე დააბეს ცხენზე, რომ ხალხის მღელვარება არ გამოეწვიათ და რუსეთში ესე იგი უპირებდნენ წაყვანას, მის ცხედარს დაკრძალული არის ანანურში, თუ არ ვცდები, მე მგონი ანანურში უნდა იყოს ხო დაკრძალული და მოხდა ჯერ ქართლის საკათალიკოსოს გაუქმება და ბოლო პატრიარქის ანტონის გადასახლება რუსეთში, ხოლო შემდეგ უკვე მოხდა იმერეთის საკათალიკოსოს გაუქმება და დოსითეუსის ეს წამებით მკვლელობა. ეხლა რა მინდა ეს ყველაფერი გასაგებია და მე უკვე ეგზარხოსები მოდიან, პირველ ეგზარხოსი არის ვარლამი, თუ არ ვცდები 19 ეგზარხოსი იყო და 1917 წელს, როდესაც გადადგა იმპერატორი რუსეთში და დაემხო ეს ცარიზმის ბასტიონი და მოვიდა რუსეთში დროებითი მთავრობა, ჩვენმა ავტოკეფალისტებმა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ილიასთან ერთად იდგნენ და თერგდალეულებთან ერთად პატრიოტულად განწყობილ ქართველებთან ერთად იდგნენ და უნდოდათ ავტოკეფალის აღდგენა და ამაზეც ერთი ამბავი იყო, იმიტომ რომ როცა ჩაატარეს პირველი კრება, ეს ვორონცოვ დაშკოვმა დაშალა, მერე პირველი რევოლუცია მოხდა რუსეთში. აი ეს მღვდელი გაპონის გამოსვლა რო იყო და ამას რომ მოყვა დიდი რევოლუცია და პირველი სახელმწიფო სათათბირო რო შეიქმნა 1905 წლის ოქტომბერში მოაწერა ხელი ნიკოლოზ მეორემ სათათბიროს შექმნის კანონს, ამის შემდეგ უკვე საშუალება გაჩნდა იმის რომ ჩვენი სამღვდელოება რუს სამღვდელოებასთან ერთად დამჯდარიყო და იმსჯელა ამ ავტოკეფალის აღდგენაზე, მაგრამ მაშინაც არაფერი არ გამოვიდა და ბოლოს როცა 1917 წელს უკვე თებერვლის რევოლუცია მოხდა და ნიკოლოზი გადადგა, ქართულმა ავტოკეფალისტებმა ესე იგი აი როგორ იყვნენ, ისე ჩასაფრებულები იყვნენ, ელოდებოდნენ პოლიტიკური მდგომარეობის მომწიფებას, იმიტომ რომ თებერვალში მოხდა ეს ბურჟუაზიული, ნუ ესე ქვია ყოველ შემთხვევაში რევოლუცია და გადადგა ხო ნიკოლოზი და მარტში უკვე 12 მარტს ჩატარდა ეს დიდი არჩევნები და იყო ერთი ამბავი და ლეონიდე იყო დროებითი მმართველი, შემდგომში დანიშნეს კირიონი, კათოლიკოსი, საძაგლიშვილი, რომელიც ძალიან მალე 1918 წლის ივნისში, თუ არ ვცდები 26 ივნისს მარტყოფის εκκλესიაში, მარტყოფის რეზიდენციაში მკვდარი იპოვეს და დღემდე არავინ არ იცის მოკლეს თუ რა არის ეს და
აი ესე მოხდა ჩვენი ავტოკეფალიას ესე ვთქვათ, ხო კი. როცა ეს მოხდა ავტოკეფალიის აღდგენა და რუსეთის ეკლესია ედავება წერილია ედავება რომ ესო თქვენ მოახდინეთ რევოლუციური გზით და ეს არ არის ეკლესიური გზაო ედავება აბდაყლოვი და ლეონიდეს აქვს ძალიან მაგარი წერილი დაწერილი ბროშურად არის გამოცემული რუსულად თავის დროზე ხო და ჩვენ თარგმნეთ ეს თავის დროზე ჩვენ ლაბორატორიაში და აი თვითონ ის წიგნი მიიკარგა სხვა და იქ მთელი არგუმენტებს ყველაფერი მოყვანილი აქვს და იწყებს იქიდან რომ შენო მეონებიო ჩემო სულიერ ძმაო რომ ჩვენ რევოლუცია დაგვადგინა და არ არის ეგრევე თქვენ რევოლუციურად გაგვიუქმეთო ეს იმიტომ რომ ეს არის ყო ეკლესიური და იქ არის ეს მღვდელმთავრები ეს დოსითეუსი არ არის მარტო იქ ეპისკოპოსები ტომრებში ჩასვეს და არაგვში გადაყარეს ესე და იქ ეს და მოკლედ ესე გაგვიუქმეთო თქვენ უნდა ჩვენო თქვენი ვალიაო რომ ჩვენი დაგვიბრუნოთო ჩვენო ხო ეს ამბავი და ესე იყო ანუ სინამდვილეში ეს ცოდნა რომ ჩვენში დარჩეს და რუსეთის ეკლესიაში ციცოდნენ და კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ჩვენურად იცოდნენ, იმიტომ არის კიდევ რაღაცა ტრადიცია, ხო? ახლა დღეს რომ გამიუქმეს, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის არსებობდა, ამის დასტური იყო პალესტინა, იქ ჩვენი ეკლესიები, ამის დასტურია. სადოქტორო მაქვს მაგაზე. ანთელი ამბებია, ხო? და ახლა უცებ რომ გამოაცხადო, რომ თქვა არ ახარ და ეს ამიტომ რა ვსვამით, ყველას აქვს, იგივეს გავიმეორებ ეკლესიაში მიტაცების, ადამიანები ვართ ესე სამწუხაროდ, ადამიანიდან ესე მომდივართ ეგერ კაინმა მოკლა აბელი, ხო, ახლა შეშურდა და და სხვათა შორის ეგერა ბაკურიანის ანდერძია რომ ბერძენი არ შემოუშვათო პეტრიწონის ინსტიტუტში, წარმოიდგინე კაცი მთელი ცხოვრება ემსახურება რომის იმპერიას, ბიზანტიას, არის მათი თავსარდალი, ამბავია და ერთს აშენებს ამ ეკლესიას თავისუფლად და არ შემოუშვათ, იმიტომ რომ ბერძნებიო ისეთები არიანო, აქედანო და ეს გეტყვით ახლა, არა იმიტომ რომ ვიღაცაზე ცუდი თქვა და ჩვენი პეტრული ისტორიის ვისთანაც ქონდა ურთიერთობა ის იცოდა. მოკლედ ის ეკრეს რომ ქართველები მართლაც ამოძირკვეს რა იქიდან და ორი თუ ერთი ქართველი ისტორია ასე შემონახულია და ოსმალების და რუსების ომია. და ოსმალები შემოიჭრენ. და იკავებენ ტერიტორიას და ეს ბერძნები გარბია და აღმოჩნდა რომ იქიდან აი ხვიჩა და გუჩას ამბავი არ იყოს იმ ოსმალებს ხელმძღვანელობს იანიჩარი რომელიც არის ქართული წარმოშობის ამას გაეგება ეს ქართველი ბერი მე ნამდვილად ამას გეუბნები და იქ ლაპარაკეს და ეს მან უთხრა რომ მოკლედ გადარჩა და როგორც კი ეს გადარჩა მე ისევ დაიკავეს იმათმა და ქართველები იგრევე იმიტომ რომ ესეა ჩვენ ესე დავკარგეთ ყველგან ეს მე რისი გახსენება მინდა ხა ეგ პერიოდი რო არ გამოგრჩეს ესე იგი 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენით ეს ვთქვათ როდესაც გამოცხადდა ავტოკეფალი აღდგენილი ცხადდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანუ კირიონ პირველი პრინციპში ამ შემთხვევაში ცხადდება როგორც ერთიანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ეს აღსანიშნავია იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ წეგან ახსენეთ მცხეთის პატრიარქი და იმერეთის კათოლიკოსის მოვალეობის შემსრულებელი დოსითეუსი. ანუ ორი პატრიარქი, რომელიც მე-15 საუკუნიდან მოყავდა. ეს მინდა რომ გითხრათ, ეს ძალიან საინტერესო თემაა. პირველად როდესაც არაბებმა დაიპყრეს საქართველოს ტერიტორია მაშინ საქართველო არ არსებობს, საქართველოს ტერიტორია დაიპყრეს და მურვანყრომ დაიპყროს საქართველოს ტერიტორია და საქართველოს მმართველად დანიშნა არაბი მოხელე ამირა. ამ ამირას რეზიდენცია ჰქონდა თბილისში და დე იურე ეს აკონტროლებდა მთელ მაშინდელ საქართველოს ტერიტორიას, იმიტომ რომ მურვანყრო იყო ალბათ ერთადერთი ალბათ რომელმაც უზარმაზარი 120.000 თუ 130.000 ჯარი გადაიყვანა სურამს უღელტეხილზე როგორც წესი მე მგონი თემურლენგმა მოახერხა ეს მეორეც მონღოლებს არ გადადიოდნენ იქეთ ანუ არ იყო ეს მარტივი გადასვლა დასავლეთ საქართველოში არ იყო ეს მარტივი გადასვლა და ის ჩავიდა ანაკოფის ციხემდე ანაკოფის ციხე ვერ აიღო ესეც სულ ყველა მე ხო დაბრუნდა მაგრამ საბოლოოდ საქართველოს მიწა რაც იყო ჩვენი ქართული მიწა მან დაიპყრო საქართველოს ტერიტორია დაიპყრო და დანიშნა ამირა ეს ამირა იყო მთელი ამ ტერიტორიის მმართველი ხო მე უკვე ნელ-ნელა ქართველები აღარ ემორჩილებიან ამ ამირას და ქმნიან თავიანთ დამოუკიდებელ ერთეულებს ეს არის კახეთის საქორეპისკოპოსო ეს არის ჰერეთის ჯერ სამთავრო მე სამეფო ეს არის აფხაზეთის აი
აფხაზეთს მინდა ვილაპარაკო, აფხაზეთის სამეფო, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო ქართულ ერთეულებს შორის, იმიტომ რომ ყველაზე ცენტრალიზირებული და ძლიერი და ბოლოს იქმნება უკვე აშოტ ბაგრატიონი, ბოლო ქართლის ერისმთავარი ქმნის ტაო-კლარჯეთის, აღადგენს არტანუჯის ციხეს, რომელიც ვახტანგის მიერ იყო დაარსებული, ვახტანგ გორგასლის მიერ იყო დაარსებული ეს ციხე და განადგურებული იყო როგორც ჩანს, დაზიანებული იყო არაბებისგან და აღადგენს და იქ ქმნის თავის რეზიდენციას, იქ აშენებს წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიას და აფხაზეთის სამეფოში აი ჩვენ გვხდება აფხაზეთის საკათალიკოსო. ესეთი სახელი ქვია მას. ეს აფხაზეთის საკათალიკოსო რამდენიმე ჩემი კოლეგის სადისერტაციო თემაა და მინდა გითხრათ ანუ ეს მცხეთის საკათალიკოსოს პარალელურად. ანუ ეს ჩემი კოლეგები აი ძალიან რადიკალურად განსხვავებულ აზრებს აღჟღერებენ. ეს იმდენად სადაო თემაა და იმდენად საკამათო თემაა, რომ დღემდე ვერ გაარკვიეს როდის დაარსდა ეს ესე იგი ხო საკათალიკოსო. ეხლა მე მაგალითად ასე ვიცი ჯავახიშვილს ესე აქვს და ქალბატონი მარიკაცესი ამბობდა, რომ ლეონ მეორემ აფხაზეთის ერისთავმა, რომელიც ხდება შემდგომში აფხაზეთის მეფე, ოღონდ ეს აფხაზეთი დღევანდელ აფხაზეთში არ აგერიოთ, ის სხვა აფხაზეთი, ეს არის ქართული სამეფო, ეს აფხაზები ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც მეგრელები, გურულები, კახელები. დღევანდელი აფხაზები ხო არ არის, ისინი აფსუები არიან, ხო და ისინი იყვნენ ქართველი აფხაზები, მოდი ესე ვთქვათ. და ბიზანტიური გავლენა იყო ძალიან ძლიერი და რაღაცა ნაწილი ემორჩილებოდა საკათალიკოსოების, ემორჩილებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ანუ და ჩვენ გვხვდება უკვე აფხაზთა საკათალიკოსო. მაგრამ ამაზე მაგალითად განსხვავებული აზრი აქვს, აი იგივე ცნობილი ისტორიკოსი მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე მაგალითად მიიჩნევს, რომ არანაირი, აი რადიკალურად იძახის, რომ არანაირი კონსტანტინოპოლის გავლენა იქ არ ყოფილა. ეს იყო ქართული აფხაზთა საკათალიკოსო. ეს იყო აფხაზ. სხვა მეცნიერები რადიკალურად სხვა აზრებს იძახიან. კითხოთ და ესე შეგახსენოთ, რომ ეს კი ბატონო და ეს შესაძლებელი ცნობილია, მაგრამ აგირო ხასთელის ცხოვრებაში, რომელშიც ახლა ვერ შევიტანთ, იმიტომ რომ ის ამას ისტორიის კუთხით კი არ წეს, გირო ხასთელის ამბავს აღწერს და მიმდინარე ამბებს მოიხმობს. იქ ერთ გახსოვთ კარგად, რომ ჩადიანის ორი ძმა რომ გაიპარება და ჩავა იქ მონასტრის სამშენებლო და გირო ხასთელი ჩადის და არ არის დომინირებაზე ზუსტი სიტყვა, მაგრამ რელიგიურადაც და პოლიტიკურადაც ისე ჩანს, რომ ტაო-კლარჯეთი და მათ შორის ქრისტიანული სვასაზრისით სულიერადაც დომინირებს ტაო-კლარჯეთი, აგირო ხანძთელი და ის თხოვს პირიქით გიო ხანძთელს, რომ ერთი ეკლესიაო იქნებაო აი ჩემთანაც ააშენოთო ამასე უნდა. იქ არ ჩანს ესეთი ძლიერი განვითარებული საეკლესიო ცხოვრება თუნდაც თორე ხა გიო ხანძთელს რატო ეტყო და გიო ხანძთელი ააშენებინებს მერე უბისაში და ისედაც აი თქო ძლიერება თქვი და დომინირების თვალსაზრისით გიო ხანძთელის ის ფორმულაც კი ბატონო ბაგრატიონებს რომ ანიჭებს თუნდაც მათი როლით და როგორი კაფავენ ისინი ხლით ბაგრატიონები და ეს მაშინ არ ჩანს ისეთ ძლიერ ერთეულად მე როცა დავით ყურაპალატი იშვილებს და რაღაცა თქვა ერთიანდება მე ხო მე კი მაგრამ მე რელიგიურად გეუბნებით აი რაღაცა ისეთი აქტიური რელიგიური ცხოვრება არ აჩანს როგორც ტაო-კლარჯეთში სადაც ეხლა მაგმასშტაბის მშენებლობა ხო კი ბატონო მაგრამ გიორგი ბოდიში უკაცრავთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება მაინც უფრო მოდი ესე ვთქვათ ლოკალურია ვიდრე უფრო ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრებას, გრიგოლის ცხოვრებას, მის მიერ აღშენებლობას, გრიგოლის იქ ადგილობრივ ფეოდალებთან ურთიერთობას გულისხმობს და არანაკლებ საინტერესო წიგნია და არანაკლებ საინტერესო თხზულება არის შეიძლება ითქვას ფანტასტიკური, ეს არის სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება, რომელიც როგორც საისტორიო წყარო გამოსცა 1969 წელს ჩემმა ხელმძღვანელმა უდიდესმა ქართველმა ისტორიკოსმა ნათელა ვაჩნაძემ იქ ძალიან დეტალურად არის ამის ციფრული ვარიანტიც არის და შემიძლია გამოგეგზავნო თუ გაინტერესებთ ძალიან საინტერესოა მართლა თუ ეს პერიოდი გაინტერესებთ თქვენ ეს არის მართლა შედევრალური ნაშრომი იმიტომ რომ პირველი ნაშრომი ესეთი მასშტაბის ეს ჰაგეოგრაფიული თხზულება არის როგორც საისტორიო წყარო ისე დაშლილი სხვადასხვა სეგმენტებად და ძალიან გასაგებად არის ყველაფერი ხო დაწერილი და რაც შეეხება ხა აფხაზეთის საკათალიკოსოს ამაზე მაგალითად არ დავასახელებ გვარებს ჩემ კოლეგებს ჩემ თანატოლებსაც რამდენიმე საქმო დისერტაცია აბსოლუტურად განსხვავებული აზრი აქვს ამაზე. მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი ძალიან აი მარტივად რა რომ გასაგები იყოს მსმენელისთვის.
როდესაც საერთოდ საქართველოს დაიშალა ორჯერ, პირველად დაიშალა მე-8 საუკუნიდან იწყება დაშლა და იქმნება 5 ერთეული, მერე 2 საუკუნე დაახლოებით არის შიდა ბრძოლები და ამ დამოუკიდებელი ერთეულების არსებობა, ისინი ძალიან ხშირად ერთმანეთს ესე გაიბრძვიან კიდევაც და ამ ბრძოლებში გამოიკვეთა უკვე გაერთიანებული საქართველოს იდეა და გაერთიანებული საქართველო იქმნება, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ წეგან, ბაგრატ მესამის დროს რამდენიმე ქართული მიწა ერთიანდება, ამისი იდეოლოგი იყო ძალიან დავიწყებული ადამიანი, უსამართლოდ დავიწყებული იოანე მარუშის ძე, რომელმაც ეს იდეა აიტაცა და ეს იდეა იყო მისი იდეა და მან ეს იდეა გაუმხილა ტაოს მეფეს დავით მესამეს კურაპალატს, რომელიც უძლიერესი მეფე იყო იმ დროინდელ ქართულ მეფეებს შორის და მოკლედ იქმნება ეს გაერთიანებული საქართველო, მაგრამ სანამ საქართველო გაერთიანდება, მანამდე ხდება აფხაზეთის საკათალიკოსოს დაქვემდებარება ქართლის კათალიკოსისადმი. ანუ ეკლესიური ერთიანობა წინ უსწრებს პოლიტიკურ ერთიანობას. ჯერ ხდება ეკლესიური გაერთიანება და მერე ხდება პოლიტიკური გაერთიანება. და ეხლა პირიქით ავიღოთ მე-15 საუკუნეში, როდესაც ბიზანტია დაეცა, ჯერ კიდე ალექსანდრე დიდის დროიდან იწყება ეს არეულობა, შიდა შუღლი იწყება ეს ბრძოლები და თქვენ იცით, რომ მე-15 საუკუნეში საქართველო მეორედ იშლება. მეორედ იშლება უკვე საბოლოოდ 1490 წელს დე იურე, იურიდიულად იშლება, როდესაც ქართლის მეფე კონსტანტინე იწვევს თბილისში ყველა დაშლილი ერთეულების წარმომადგენლებს და სთავაზობს გაერთიანებას, ისინი ეუბნებიან, რომ არა ჩვენავე უფლნით, ჩვენსა უფალს, ჩვენ ყველას ჩვენი მართველი ყავს და ჩვენ არ გვინდა გაერთიანება, ან თვითონ ქართველები ამბობენ, რომ არ გვინდა გაერთიანება. ეხლა ჩვენ ძალიან ხშირად გვახასიათებს იქ ამერიკელების გინება, რუსების, ჩვენ თვითონ არ გვინდოდა გაერთიანება და უთხრა ამ კაცმა არ გვინდა, ქართველებმა თვითონ თქვეს, რომ არ გვინდა გაერთიანება. დაიშალა საქართველო, ხო? 1490 წელს და იმის მერე არც გაერთიანებულა. არც გაერთიანება დაშლილი იყო, არა დაშლილი იყო, სანამ 1755 წელს თეიმურაზ მეორე არავიდა ქრისტიანული წესით არ ეკურთხა მეფეთ და მისი ვაჟი ერეკლე გახდა კახეთის მეფე, თეიმურაზი გახდა ქართლის მეფე, ესეც ესე იყო იურიდიულად და როდესაც თეიმურაზი 1772 წელს გარდაიცვალა, ერეკლე ხდება გაერთიანებული ქართკახეთის მეფე, ანუ ქართკახეთი ერთიანდება მხოლოდ, ანუ 1490 წლიდან 1772 წლამდე დაშლილია საქართველო პრაქტიკულად ცალ-ცალკე ერთეულებად, ხო? მაგრამ ამას წინ უძღვის რა? ეკლესიის დაშლა. ანუ ჯერ ეკლესია გაერთიანდა მე-11 საუკუნეების მიჯნაზე და მერე უკვე მე-10 საუკუნის ბოლოდან იწყება ქართული მიწების გაერთიანება და იქნება საქართველო. მე-15 საუკუნის 70-იან წლებში იშლება ეკლესია, მთლიანი ეკლესია იშლება და უკვე იმერეთის საკათალიკოსო იქნება, რომელსაც ზოგიერთი მეცნიერი აფხაზეთისას ეძახის, მაგრამ მე იმერეთისას ვეძახი და იმერეთის საკათალიკოსო, რომლის რეზიდენცია ჯერ ბიჭვინთალში იყო და მერე ოსმალების მომძლავრების შემდეგ გადმოიტანეს გელათში და ამას მოყვება უკვე 20 წლის მერე საქართველოს საბოლოო დაშლა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეკლესიური ერთობა ის იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ერთობის გარანტი. და არასოდეს მართლმადიდებლობა და არასოდეს ეკლესია არ ყოფილა მარტო რაღაცა ფანტასმაგორიული სასულიერო ინსტიტუცია. ეს იყო რეალური ინსტიტუცია, რომელიც უკვე გარდა რელიგიური მნიშვნელობისა, ეს იყო ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების, ჩვენი მენტალობის, ჩვენი ეთნოკუთვნილების, ჩვენი ქვაკუთხედი იყო, ეს არის ჩვენი სისხლი, ეს არის ჩვენი ხორცი, ეს არის ჩვენი ჯიში, ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი და ეს ესე იყო, მე ისტორიას ვერ გადავაკეთე. და გარკვეული თვალსაზრისით ეს არც არის ესე ვთქვათ საკამათო. მაშინაც როცა საკამათო. როგორ არ არის საკამათო? ბატონო ვასიკო. ლიბერალები? არა, ხო ლიბერალები. კამათობს კი არა, ამაზე ისეთი ამბავია დატეხილი. ხო, არა. რას გულისხმობ, რომ ეს ქრისტიანობა რო საფუძველი ლევანდადია დაშლილი იყო და ჯვარის მონასტერში ამჟავნიდა და მე ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა პროფესორმა, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა, მაშინ მე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მუშაობდი, მე დევნილი მეცნიერი ვარ, 2006 წელს შევეწირე გიული ალასანიას და სააკაშვილის წმენდას, ესე რომ ვთქვათ. ეს ქალი მუშაობდა ჩემთან ერთად მანამდე და ერთ-ერთი ლექციის დროს პირდაპირ უთხრა თავის სტუდენტებს, რომ არაფრით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გამორჩეული არ არის.
და თქვენ თუ გონიათ რომ ამაზე არ კამათობენ კი არა, ამაზე დისერტაციებს იცავენ, რომ მაქსიმალურად იკამათებენ, მაგრამ მე ისტორიულ ასპექტზე როცა ახლა თქვენ ახსენეთ და გულის ტკივილი და ცხადია ჩვენ რომ ქართველებს არ უნდათ ერთობა, მაგრამ ახლა ეს ჩვენ გვაქვს ხოლმე ისე რომ ქართველები ანუ და სულ ის ვიყოთ ალბათ გამორჩეული, მაგრამ ერთი რაღაცა თქვენ მანამდე სწორად ვიუთითეთ, რომ ქვეყანა ადამიანები ძირითადად ერთნაირი მოტივებით მოქმედებენ ამ დედამიწაზე. ბევრ რამეში მთლიანად გავს ცოცხალი არსებები ერთმანეთს გავარ, ბევრი რაღაც ადამიანები ვგავართ. ჩვენც ესკიმოსებით, პორტუგალიელებიც და ამერიკელები და იროკეზის ტომიც. მათ შორის ძალაუფლების წყურულისადმი. ყველა მეფე მე მაგალითად გითხრათ, რომ მარუშიძე რამდენად არის ვიწყებული ესე ვერ ვიცი, ვისაც უყვარს ისტორია იცის, მაგრამ ხა დავით მეფეს ალბათ ისედაც ჰქონდა მირის თქმა მინდა დავასრულებ. ინსტინქტი ყველა მეფეს ჰქონდა, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა შემოიერთოს და არც მეფეს არ აქვს ესე არის მეფის ინსტიტუტი მოწყობილი, მან არ იცის საზღვარი, სადამდესაც გაუწუდება ხელი და ფეხი, იქამდე გადგამს ნებისმიერი მეფე. ესეა ადამიანის ესეა ბინას რო იერთებს ხოლმე, მერე სულ ეჩვენო რომ მერე ლოჯი უნდა მოაშენოს კიდე. ესე ვარ შექმნილები და მაგრამ ეს უნდა იყოს თან ფინანსურად გამაგრებული და როდესაც დაეცა ბიზანტია, საქართველო აღმოჩნდა სრულ ჩიხში. აი ეს იყო ჩვენი მე ესე მგონია და ბევრი ნაშრომიც არის თქვენ მოგახსენება, სრულ ჩიხში ამან იმოქმედა ეკონომიკაზე. და ერთიანი ცენტრალური სახელმწიფო აღარ გახდა საინტერესო, აი უკეშად რო თქვათ მაგალითად ცენტრალიზებულ სახელმწიფოში სადაც სავაჭრო გზები გადის, მსხვილი ფეოდალი რო იყო მაგალითად გიორგია რა ვთქვათ, ესეთი სახელი აქვს, მისთვის ეს ბევრად მომგებიანი იყო, მათ შორის მატერიალურად და იმით მაღალი იდეალების გარეშე, ვიდრე ცალკეყოფილი იყო და აქ უკვე ჩაიკეტა და ფაქტობრივად ჩვენ ვეღარ ვიყავით დიდასპარეზე. ეს რაც ეს გაკვეთილი არის დღევანდელობისთვისაც, რომ შენ საერთაშორისო სიტუაციაში უნდა იყოს საჭირო, თუ ჩაიკეტე მარტო ესე იგი წინ დასგსოვდა ესე ვთქვათ შენი ნატურალური მეურნეობით ხარ, ისევე გადაგჭამენ აი როგორც დიდოელი ლეკინაბაც. კონტრა შეიძლება, კი ბატონო, როგორ არა, მაგრამ ის რომ ქართველებს არ უნდათ დამოუკიდებლობა და ვიღაცას უნდოდა, ყველა ქვეყანა ხვლით ერთიანდებოდა და ხვლით ერთიანობა. როცა რაღაცა უბედურება ხდება, ამან ადამიანები უნდა შეაკავშიროს და არ უნდა დაშალოს, რაღაც. მე ესე უყურებ ამ საკითხს და ამიტომაც ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად მაგაში ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ აი ის რომ გაერთიანებული ქვეყანა აღარ იყო აქტუალური. პირიქით ამ საშინელებას პირიქით არ უნდა გაერთიანებინა ეს ხალხი და არ უნდა შეიკრა ეს ხალხი. არა, ჩვენ ხარ ვიცით როგორ არის, სწორად თქვა. მე ვამბობ კანონზომიერებას, ახლა ჩვენ ახლა შეიძლება აქ ესე ვილაპარაკოთ, ესე გვინდოდეს, მაგრამ ისტორიული კანონზომიერება, ნახეთ, კანონზომიერება არის, როდესაც აღარ არის სავაჭრო გზები, აღარ არის. აი გაიხსენეთ 90-იან წლებით, ხო ახალგაზრდობთ გახსოვთ, რომ ადამიანები როგორ ჩაეფლნენ, პური აღარ არის, აღარ და ჩაეფლნენ სხვა საზრუნავებში და მაშინ 90-იან წლებში რომ ვიღაცას დაესახა, რომ ჩვენ ახლა ერთიანი ამოცანები, არა, გადარჩენის ეს იყო ზრუნვა და ეს მოხდა თქვა ამას ვამბობ. იმიტომ საქართველოში დალაგდა მის გარშემო ისეთი რომ დიდმა იმპერიებმა ფაქტობრივად მოაქციეს ალყაში, იმიტომ რომ იმეც ცუდია და საქართველო აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში, ესე ვთქვა. ეს არის აი რო ვთქვათ კონსტანტინოპოლის დაცემიდან, იმიტომ რომ ახლა კონსტანტინოპოლი ჩვენ მეგობარი იყო. აი იყო სრული იზოლაციაში აღმოჩნდული ქვეყანა. კონსტანტინოპოლის ეს იყო მუსლიმურ ქვაბში ჩავარდა. ჩვენ მაღალ განვითარებული, მაღალ კულტურული მართალია ჩვენი მტერი, ჩვენი პოლიტიკური მტერის, მაგრამ მაღალ განვითარებული და კულტურული მტერის ბიზანტიის იმპერიის ადგილას გაგვემეზობოდნენ მოხეტიალე მეჯოგე ბარბაროსები, სელჯუკები, ოსმალი ბაილიკების გამაერთიანებელი ოსმანის თაომავლები, ანუ ეს ოსმალები, რომლებსაც 1923 წლამდე სანამ ატატურკი არ მოვიდა, მანამდე სახელმწიფო ახლა მე გეტყვით, აი ხა თქვენ გასაკუთრებული ეგეთ შეიძლება დაახასიათოთ, მაგრამ არ დაგავიტოთ. აქვე უნდა ვთქვათ ეს რაც ქართველებმა ვთქვათ და უნდა აი რომ მოდის ახლა გადმოვიტან აი ფეხბურთზე რომ მოდის ეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ შეხვდეთ უნდა შეაფასო იგუც როგორ აქვს ეს ქვეყანა რომ მოვიდა ყველაზე თანამედროვე მაშინდელი სამხედრო ტექნოლოგიით და აგებულები და რომელმაც დააზანზარა ევროპა ხო აბა ესე იგი ახლა ჩვენ ხშირად არ შეიქთა შთაბეჭდილება რომ ჩვენ ესე ვიყავით ესე ბულბულებივით ესე იგი და მაღალი განვითარების და ამ დროს ვიყავით
ბევრ უკვე მაკიაველის ძალიან მოწონს მიზეზების გამო წარმოიდგინეთ რომ სამხედრო თვალსაჩინო ვენასთან მივიდნენ და მთელი ევროპა აზანს არის რომ რა უნდა გავიდახოთ მაღალ განვითარებულ სამხედრო ძალასთან ჩვენ დავჭით მარტო სხვადასხვა ლაპარაკში პოლიტიკოსებთან თუ ეს არ გიხებთ თქვენ ხარებ გადმოდი და არ ვიტყვი მაღალი და დაბალი რანგის პოლიტიკოსმა თავის განათლებიდან გამომდინარე და როგორც ესე ვთქვა ჩადერგა კაცო ვიღაც მონღოლები მოვიდნენ და ის ვიღაც მონღოლები რომ მოვიდნენ მთელი ჩინეთის იმპერიის სამხედრო და სამეცნიერო პოტენციალი ედგათ უკან ამ სიტუაციაში ის ცეცხლსასროლი ისინი და ამით იპყრობდნენ არა ბატონო ვასეკოვ ნაპოლეონმა იტალია გაძარცვა და თუ რამე ყველაფერი ნაძარცვია და ეს ეხდებოდა როცა იპყრობდა სამხედრო ძალით როცა იპყრობდი თუ იმას რაღაცა ჭკუა ქონდა ისინი ითვისებდნენ იმ დააპყრობილი მიწების თქვენ ალბათ ამის თქმა გინდათ ხო ბატონო იმის თქმა მინდა რომ უნდა იპყრობს ის ვინც არის მაღალ განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიით და სამეცნიეროდ ერთხელ ქალბატონმა მარიკამ ბრძანა რომ დიდ ივანეს კითხესო ვინ იყო ჩვენი ყველაზე უფრო საშინელი მტერი ჩვენ ხო უამრავი მტერი ყავდა ხო დაწყებული ასურეთიდან და ურარტუდან დამთავრებული დღეს რუსეთი და ამერიკა და რა ვიცი მონღოლები უთხრა და ერთ ჩასწორებას გავაკეთე მონღოლებს რომ კულტურა ქონოდათო დიდმა ივანემ თქვა ჩვენ დღეს ყველანი ვიქნებოდით მონღოლებიო მე არ მithქვამს რომ ოსმალებს არ ქონდა ძლიერი არმია არ ყავდათ და ძლიერი პოტენციალი სამხედრო აქ არ არის სამხედროზე აქ არის ლაპარაკი კულტურაზე ესენი იყვნენ ბარბაროსი ძალიან აგრესიული არატოლერანტი მე რა გითხარით რომ უბრალოდ ჩავიკეტეთ თქო და გასასვლელი ჩავიკეტეთ ესე იგი საქართველოსდან გასასვლელი აღარ არის აბრეშუმის გზა მთლიანად დაიკავეს ოსმალებმა გასასვლელი აღარ არის და ფული აღარ შემოდის ქვეყანაში აი რეალურად თუ ვილაპარაკოთ ქარავანი აღარ შემოდის აი რომ ვიღაცა ფული გადაგიხადოს და დარჩა შემოსავლის წყაროთ რა უნდა გაძარცო მეზობელი და რა მე უნდა გაყიდო დაიჭირო მეზობლის ფული გაყიდო გაიყვანო გაყიდო და ეს ტყვეთას ყიდვა ამ საშინელი ამ ოსმალების მომძლავრების ერთ-ერთი ჩtildeოვანი მხარე არის, იმიტომ რომ აქედან იწყება ჩვენთან საშინელება, ჩვენი ისტორიული კიბო, რასაც ვქვია ტყვეთას ყიდვა, რომ ქართველის გაყიდვა ბიზნესად ქცეული ხა მე მაგალითად სტუდენტობის ძალიან ადრე სკოლაში ვსწავლობდი არქანჯელო ლამბერტის ალბათ გაქვთ ყველას ხო წაკითხული რაღაც საშინელებები. არა მარტო მაგას, რამდენს ყველას. ხო, ამ შემთხვევაში არქანჯელოს გამახსენდა უცბად თორე რა თქმა უნდა ყველას ვინც ჩამოდიოდა ეს მისიონერი და არა მარტო მისიონერი, არის უამრავი წყარო ხა ესეც ვახტანგ გორგასლის დრო ხო არ არის რომ ვერ გავიგოთ ეს უფრო ახალი ისინია რა ქვია. წყაროებია და ანუ ეკლესიის დაშლას მოყვა ამის თქმა მინდა საქართველოს დაშლა. ეხლა ესე იგი რა მოხდა? იმერეთის ერისთავი იყო ეს ბაგრატი, რომლის წარმოშობაზეც დავა და არის ეს ვერსია, რომ ის ხო ბაგრატიონთა წარმომადგენელი, იმიტომ რომ ქართულ ცნობიერებაში მეფე აუცილებლად ბაგრატიონი უნდა ყოფილიყო, სხვა ადამიანს არ ქონდა უფლება ტახტზე ასვლის, იმიტომ რომ ბაგრატიონები თავის თავს მიიჩნევდნენ დავითის წინასწარმეტყველი შთამომავლებად მიიჩნევენ და მეფე აუცილებლად ბაგრატიონი უნდა ყოფილიყო. ალბათ ბაგრატიონი იყო და მან ისარგებლა იმით, რომ როდესაც დაეცა კონსტანტინოპოლი მართლმადიდებლურ ქვეყნებში ჩამოდიოდნენ ხოლმე საროჭიკოთ, ანუ შესაჭიროების ასაგროვებლად ყოფილი მაღალი და საშუალო და დაბალი რანგის სასულიერო პირები, ბერძნები და ჩამოვიდა არც მეტი არც ნაკლები იერუსალიმის პატრიარქი. იმერეთში, როცა ამ დროს იმერეთს მართავს ბაგრატი, საქართველოს დაშლა უკვე დაწყებულია, თუმცა ბოლომდე დაშლილი საქართველოს ჯერ კი გაფორმებული იურიდიულად არ არის საქართველოს დაშლა და ბაგრატმა გააკეთა საშინელება. მან ისარგებლა იმით, რომ ეს პატრიარქი ჩამოვიდა, რომელსაც საპატრიარქო პრაქტიკულად აღარ აქვს, იმიტომ რომ მისი ყოფილი სამწყოსო დაიკავეს ოსმალებმა და ეს ადამიანი არის იძულებული იროჭიკოს და ისე ირჩინოს თავი ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ მას აქვს სასულიერო ხარისხი და მან ისარგებლა ამით და რა გააკეთა, იცით? დააწერინა ცრუმცნება სასჯულო. სადაც წერია, რომ აუცილებელია შეიქმნას დასავლეთ საქართველოს ეკლესია. აი საშინელება გააკეთა ამ ცრუმცნება სასჯულოთი
და ქალბატონი მარიკ ამბობდა, რომ ამას იმითი ასაბუთებდაო, რომ რახან წმინდა ანდრეამ გაანათლა კოლხიდა და რახან წმინდა ნინომ გაანათლა ქართლი, ამიტომაც აუცილებლად უნდა იყოს ორი ეკლესია და ეს არის ესე იგი ლეგიტიმური. ამან ეს რაღაცა ცრუმცნება სასჯულოდ დაწერა და ამითი უკვე ეკლესია იყოფა ორად. ქართლის კათოლიკოსი რჩება აქეთ, იმერეთის კათოლიკოსი რჩება აქეთ, იმერეთის კათოლიკოსის რეზიდენცია არის ჯერ ბიჭვინთაში, მერე გადმოდის ოსმალების გამო, როგორც უკვე გითხარით, გელათში და ბოლო შემსრულებელი იმერეთის კათოლიკოსის, ესე რომ ვთქვათ, თანამდებობის, ეს იყო დოსთეუსი, რომელიც უკვე როგორც გითხარით 1820 წელს რუსებმა წამებით მოკლეს, სურამთან ცემეს ჯარისკაცებმა და მოკლეს 1819-20 წლების ეგრეთ წოდებული ცერკოვნი ბუნტი რო იყო იმერეთში. მისი ერთ-ერთი აქტორი და მონაწილე გახლდათ ის სხვა დიდ სამღვდელოებასთან და სხვა ადამიანებთან ერთად, არისტოკრატებთან ერთად და სხვა ადამიანებთან ერთად და ის ამითი დამთავრდა იმერეთის საკათალიკოსოს, ესე რომ ვთქვათ, არსებობა. და იყო ორი საკათალიკოსო, ერთი იყო იმერეთში, 15 საუკუნის 70-იანი წლებიდან, ეხლა ზუსტი თარიღიც არის ზოგიერთ წიგნში, მაგრამ არ არის ამაზე ერთი აზრი, ამიტომაც ასეთ იმას ვიზავ, რომ მოვიყვანოთ დეფინიციას 15 საუკუნის 70-იანი წლებიდან 1820 წლამდე მერე უკვე ეგზარხოსობა იწყება, ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია უქმდება, მერე არის ეს ეგზარხოსობის პერიოდი, სანამ 1917 წელს კირიონ მეორე არ ხდება. და ჩვენეთში აღდება უკვე ეს. კი ბატონო. და აქაც ესაც ის შემთხვევა, როდესაც ეკლესიაში ლეონიდო შემსრულებელი იყო. თავიდან კი. და პატრიარქი არის, ხო? იყო კირიონი, როდესაც პატრიარქად მერე აირჩიეს. 17-18 წლებში კირიონი იყო, 18 წლებში კირიონი ტრაგიკულად გარდაიცვალა, 18-დან 20 წლამდე იყო ლეონიდე. ლეონიდე სავარაუდოდ მე თუ მეხსიერება ამ ხალხს ქოლერისგან გარდაიცვალა. მერე იყო უკვე ამბროსი, მერე უკვე იწყება ეს პროსაბჭოთა პერიოდის პატრიარქები, რომლებიც დასაწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ლოიალურად იყვნენ განწყობილები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და ამბროსისთან კონფლიქტი ჰქონდათ და ამბროსი ამას შეეწირა კიდევაც, გადაყვა კიდევაც ამას 1927 წელს გარდაიცვალა ტანჯვით. იმიტომ რომ ამბროსი ჩართული იყო ძალიან ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იცით თქვენ რომ ეს 1922 წლიდან იწყება ეს დიდი მოძრაობა, ქაქუცას აჯანყებით გვირგვინდება, რომელიც მერე ჩაახშეს ბოლშევიკებმა და მათ გვერდზე იდგა ამბროსი. ამბროსი გენუის კონფერენციას გაუგზავნა უზარმაზარი წერილი, ესეც ვიცით სულ ყველამ, მაგრამ სამწუხაროდ ის არ გაახარეს და ძალიან ის მტკივნეული თემაა ჩემთვის რა და მერე უკვე იწყება ეს პერიოდი, საბჭოთა პერიოდის პატრიარქების და ბოლო პატრიარქი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აირჩიეს, ეს იყო უწმინდესი ილია 1977 წელს. და ესე იგი ესე იგი ამ შემთხვევაშიც რიწეღანის თქმა მინდოდა და მე მგონი ოპტიმისტური დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია, რომ ოპტიმისტური სიტყვით დავასრულოთ. ამ შემთხვევაში ესე იგი 17 წლის ავტოკეფალის აღდგენა, ანუ ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენაც წინ უსწრებდა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას. ესეც ერთ-ერთი ისეთი თარიღია და პრინციპში შემდეგ უკვე მოგვიანებით აი სწორედ ამ 90 წელს ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის მიერ ისიც წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას ქვეყნის. აი ესეთი საოცარი ჭადრაკული, აი თეთრი შავი რაღაც ესეთი ისტორიული პრობლემა. კი ბატონო, მე რო 90 წელს ჩატარდა ეს მრავალპარტიული არჩევნები, იმიტომ რომ 90 წლის აპრილში გამოაქვეყნა უწმინდესმა ილიამ წერილი, სადაც ის წერს ამის თაობაზე, რომ უკვე ჩვენ ოფიციალურად გავხდით მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროს გრიფირებული, ესე რომ ვთქვათ, წევრი გავხდით. მე უკვე 90 წელს მრავალგზის ნახსენები ტომოსი ჩამოვიდა. ბატონო, როგორც იქნა, იმიტომ რომ და კიდე ერთი რაღაცა მინდა რომ აი არ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენს ეთერს რო არ ვახსენო. ნამდვილად არ ვარ მე სტალინის მომხრე ხარ. როგორ შეიძლება ვიყო სტალინის მომხრე? თორ შეიძლება. არა, ხოზე პერიოდები. მე როგორ შეიძლება? არა, ეს არის ბარა ისე რა. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ და უნდა სტალინის მომხრე იქნება ადამიანი და უნდა ეს მე არავის არ განვიკითხავ იმის გამო თუ ვინ მოსწონს და ვის არ, მაგრამ მე ვიძახი, მე არ შეიძლება ვიყო სტალინის მომხრე მეთქი, მაგრამ არაფრით არ აღიარებდა ჩვენ ტერიტორიულ ავტოკეფალიას რუსეთის ეკლესია. მის გარეშე კი სტალინმა 1953 წელს ესე დაურტყა და უთხრა რომ
პატრიარქს რო მეგონი მუშტიც არ დაჭიდებოდა თითიც აყოფოდა მე მაგალითად ამ პერიოდის ისტორიას მასწავლიდა გივი ბოლთაშვილი გივი ალბათ იცით უდიდესი მეცნიერი იყო და ძალიან მაგარი სპეციალისტი იყო ამ ახალი და უახლესი ისტორიის და გივი ეს უყვებოდა ხოლმე აი სტალინმა ესე დაურტყა ხელი გივის უყვარდა ესეთი ლაპარაკი ხო მაგრამ მეც ალბათ დახმება რა ალბათ ეჭვება რომ დაყვაჭებოდა სტალინმა 1953 წელს აიძულა რუსეთის პატრიარქი და თქვენ იცით რომ რუსეთის პატრიარქობაც ამ თებერვლის რევოლუციის მერე აღდგა. მანამდე რუსებს პატრიარქი არ ყავდათ. სინოდალური მმართველობა იყო. პეტრემ გააუქმა, პეტრე პირველმა გააუქმა საპატრიარქო ტახტი რუსეთის, იმიტომ რომ მას ძალიან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა პატრიარქთან, ის მას არ ეთანხმებოდა, მის ევროპულ რეფორმებს არ ეთანხმებოდა, ამიტომაც მას საერთოდ გააუქმა საპატრიარქო დაუქვემდებარა სინოდს და სინოდის ობერ პროკურორს, რომელიც იყო სახელმწიფოს დაუქვემდებარა პირდაპირ. სახელმწიფოს დაუქვემდებარა ეს ობერ პროკურორი იყო პირი, რომელსაც იმპერატორი ნიშნავდა და იმპერატორი ხსნიდა და ეკლესია გახდა დაქვემდებარებული იმპერატორის ძალაუფლებისად. მერე უკვე როდესაც მოხდა თებერვლის რევოლუცია რუსეთში, რუსებმა დროი ხელთეს ჩვენი არ იყოს და აღადგინეს თავიანთი საპატრიარქო ტახტი და სტალინის ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ პატრიარქთან, თუ არ ვთქვი, ალექსი პირველი იყო მაშინდელი პატრიარქი და ორდენიც კი მიცა, იმიტომ რომ ეს ალექსი მას ეხმარებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებში. არსებობს ესეთი მოსაზრება, არ არის დამტკიცებული, რომ ალექს პირველმა წესიც კი აუგო სტალინს. ხო, აი ხა მაგინამდვილად არ ვიცი. ვიდეო კადრებია თორემ სადაც ის ორდენი კიდია გულზე. კი, იმიტომ ხო. და ეხლა იმ საბუთების ისტორიას ვამბობ, ესე თქვენი საინტერესოებამდე მივედით, ანუ სულიერი გაძლიერება და სულიერი ფეხზე დგომა და მდგრადობა და შედგომა თვითმყოფადობა უსწრებს წინ პოლიტიკურ, ესე იგი ჯერ არის უნდა იყოს შენ მაგალითად შემდეგ მოყვება პოლიტიკური ნაბიჯები ამას. სხვადასხვა 77 წელს მე კარგად მახსოვს. რომ თვითონ პატრიარქის უწმიდესის აღსაყდრება და მოსვლა ეკლესიის სათავეში იყო ძალიან დიდი აი როგორ გითხრათ იცი დიდი ამბავი იყო, მოტრიალდა ხალხი, ესე ვთქვათ, ეკლესიისკენ ახალგაზრდობა წავიდა ეკლესიაში, ვთქვათ, ესე და სრულიად სხვა ვითარება იყო მაშინ. იმიტომ კი რომ იმას უშლიდნენ სესვლას და არც მოქმედი ეკლესიები არ იყო, ამან რაღაც ის მოიტანა, უკვე სხვა დამოკიდებულება მოიტანა, თანამედროვეებასთან შეხამებული იყო და ეხლა რო უყურებ ეს საქმიანობაში დიდი ამბავი წავიდა, ასე რომ იმედი ვიქონიოთ, რომ იქ ბოლოს ერთი მომენტი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი მე უწმინდესის მოღვაწეობიდან 79 წლიდან რატო დასჭირდა ამდენი ხანი 90 წლამდე ამ აღიარების საკითხს, რომ ბოლოს უკვე სიტყვებზეც კი კამათობდნენ, ანუ ისინი ეუბნებოდნენ, რომ მოგანიჭებთ ავტოკეფალიას, ეს ეუბნებოდა კი არ მომანიჭებთ, აღიარებთ რომ აქვს. იმიტომ რომ მე ეს დოკუმენტზე ლაპარაკობდა თქვენ კი ანუ მომანიჭოთ, თქვენგან კი არ ვიღებ ამას, ეს მე ისტორიულად მეკუთვნის თქო. ეს ძიმე საკითხია, ეხლა ეკლესია არ არის საერთოდ ისედაც რომ ვილაპარაკოთ ახლა 1-2 დილ ტყავას დალებს ვიღაცა და Facebook-ზე პოსტს გამოაცხობს ეკლესია როგორ დამოიქცეს და ეკლესია ძალიან კონსერვატორი და ეს არის მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს და ძალიან რთულად იღებს გადაწყვეტილებებს და ესე ახლა დილით გავიღვიძე და ესეთი ამბავი უნდა ვქნა და გამოაცხო უცებ რაღაც აზრი მე ესე მინდა და ესე ვთქვათ ხო ამის აღარ დარჩა არავინ რომ ვთქვათ პატრიარქის ჩერნოზე აზრი არ გამოეთქვა თავისი მაგრამ ეს არ არის ბოლოს იყო რომ მირონსო გამოგიგზავნით ხოლმეო არა ჩვენ უნდა ვაკურთხოთ თუ ამის უფლება ჩვენ გვაქვსო და ამაზე ესეც გამოგჩა და ესეც სხვათა შორის არის ეცეთ აი ძალიან დიდი გულისწყობით მინდა აღნიშნო ეს ფაქტი რომ ეფრემმა მოიტანა ეგა ჯერ კიდე როდის საქართველოს მე მაქვს დისერტაცია დაცული იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. დიახ. რომელიც 1921 წელს გამოვეცი მონოგრაფია და წამოგიღეთ ერთი ბატონ ვასიკოს დავაჩქოდა მეორე თქვენ მინდა გაჩქოდა. მან და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი თუ წაიკითხავთ ჩემთვის დიდი პატივი იქნება როგორ მიირთვეს ეს ბერძნებმა ჩვენი ეკლესიები ჩვენი სავანეები პალესტინაში. ჩვენ ქონდა უდიდესი პალესტინაში ჩვენ ქონდა უზარმაზარი კოლონია. კოლონია ქონდა უზარმაზარი 70-მდე სახლი, ქარვასლა, ეკლესიები, ჯერ როცა აშენდა იქ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი მე-11 საუკუნის 30-იან 40-იან წლებში, ეს ყველაფერი იყო პარალელურად მიდიოდა ჩვენ პოლიტიკურ ძლიერებასთან. თქვენ ისიც გადასარევოთ, იცით, გიორგი ბრწყინვალის დროს ჩვენ ფლობდით უფლის საფლავის გასაღებს, ეს ხო ფაქტია. მართალია იერუსალიმის ჯვრის მონასტერი დავით მერუემ დაუბრუნა
ქართველებს ეს მანამდე მეჩეთად იყო გადაკეთებული დოქტორ ბაიბარსის დროს, მაგრამ გიორგი ბრწყინვალეს დროს ჩვენ უფლის საფლავის გასაღებს ვფლობდით. ანუ ჩვენი როცა დღეს მაგალითად პატრიარქი რო შედის წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე, მე რამდენადაც ვიცი სამ კონფესიას ეკუთვნის ბერძნებს, სომხებს და ლათინებს. არდა ის ადრე ხო ჩვენ გვეკუთვნოდა. ჩვენ პოლიტიკურ ძლიერებას ახლა რო წაიკითხოთ რა წერილებს წერდნენ გიორგი ბრწყინვალეს, მაგალითად რა წერილებს წერდა ეგვიპტის სულთანი, როგორ მოიხსენებს ეგვიპტის სულთანი ხო გიორგი ბრწყინვალეს. ეს არის მე მაგალითად ამას რო ვკითხულობ, ფეხზე ვდგები, აი რაღაც ავტომატურად მიჩნდება სულ რომ ფეხზე ავდგე და თუ ჩვენ პოლიტიკურადაც უნდა გავძლიერდეთ მარტო ხო და ეს არის ესე იგი რომ ძალა თუ არა გაქვს და ჩვენი ამ ძალის ჩემი აზრით ჩვენი ამ ძალის საფუძველი არის ჩვენი ერთგულება და ჩვენი სიყვარული, ჩვენი ეროვნული ფესვების, ჩვენი მამული სენის სარწმუნოების, ჩვენი ეკლესიის მიმართ და რაც ყველაზე უფრო მთავარი ერთმანეთის სიყვარული, ყველაზე ოპტიმისტური ეს იქნება მე მგონი. კი ბატონო, კალბატონ ნინო დიდი მადლობა რომ იყავით. დიდი მადლობა თქვენ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და ჩვენ მომავალში ხშირად შევხვდებით. კი ბატონო, მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. სახურად მიგულეთ, იმიტომ რომ ჩემთვის დიდი პატივია თქვენისთანა განათლებულ ადამიანებთან შეხვედრა, მართლა ვისიამოვნე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, კარგად გრძანდებოდეთ, შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ პოდკასტში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.